ეს თემი საქართველოს ზეიმობს, უნდა ზეიმობდეს. აუცილებლად. და ვფიქრობ, რომ ეს გახსენება ეს მოწმობის დავითის ცხოვრების და ღვაწლისა იქნება მზავნილი ჩვენი ერთობის აღდგენის და სტაბილურობის და ორიენტაციის ყველა მიმართულებით ქვეყნის საკეთილდღეობად. ეს პოლიტიკა იქნება, შიდა ცხოვრება იქნება, ეკონომიკა იქნება, სარწმუნოება იქნება თუ სხვა ასპექტები სადღაც ჩვენი ცხოვრების და არსებობის. ასე ჩვენ მოვისმენთ დღეს ამ დაკავშირებით მოხსენებებს მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ვინც რვათა ჩახედული მეფედაობის მოღვაწეობაში და განაზრებული აქვს, რომ ჩვენ კიდევ დამატებით უფრო მეტ სიახლოვეს ვიგრძნობთ მის ვადთან და თანაზიარნი მაგალითად რომ დაუტოვა ქართულ ერს ის სახელმწიფო არსებობს და ძლიერებისა და წარმატებისათვის. მაშინ ახლა ირაკლის თვალთ როთქიფანიძეს რა წარუძვეს. მოგესალმებით, დაგლოცეთ თქვენო მაღალ პოლადოსამდოლოესობა, მამა ირაკლი, მამანო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის დავით აღმაშენებლის აღსასრულიდან 900 წლის თავს დავით აღმაშენებელი თითეული ქართველისათვის უმაღლესი სასწავლებლებისათვის გამორჩეული არის თავისი ცხოვრებით, მოღვაწეობით, მაგრამ განსაკუთრებული არის ჩვენი ეპარქიისათვის და გელათის სასულიერო აკადემიისათვის, რადგანაც სწორედ აკადემიის დამაარსებელი ბრძანდება წმინდა მეფე. დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს. მომხსენებელი გახლავთ სულ 5 გამომსვლელი, აქედან მოწვეული სტუმრებიც არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები და ასევე გელათის სასულიერო აკადემიის პროფესორები. შეგახსენებთ მომხსენებლებს, რომ თითეული თემა მეფე დავითთან დაკავშირებული არის საკმაოდ ვრცელი. ყველა მომხსენებელს ალბათ უფრო მეტი დრო გვჭირდება ჩვენი მოხსენების წარმოსადგენად, მაგრამ რეგლამენტი არის 15 წუთი. პირველი მომხსენებელი გახლავთ ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორი, ისტორიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მერაბ კეზევაძე. ბატონი მერაბის მოხსენება გახლავთ რამდენიმე ფაქტი გელათის მონასტერში დაცულ დავით აღმაშენებლის ცხოვრების, ჯვრისა და ბეჭდის ისტორიიდან. გთხოვთ ბატონო მერაბ. მოგესალმებით თქვენო მაღალ პოლადოსამდოლოესობა, ბატონო რექტორო, ძვირფასო საზოგადოებო. ჩვენ გვაქვს პატივი 900 წელია ზუსტად დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდგომ მის სხეულთან გარდაცვლილ ესთან ვიყო ძალიან ახლოს. მისი მუდმივი განსასვენებელი გელათშია მოგეხსენებათ. მან თავის ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ქალაქში ქუთაისში გაატარა და ალბათ ბუნებრივია ის გამორჩეული პატივი, რომელიც დავით აღმაშენებლის მიმართ ამ ქალაქში არსებობს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ 3 დღის წინ, როდესაც ქალაქში როგორც ეპარქიის ასევე საერო დაწესებულებებში გამორჩეულად მაღალ დონეზე ჩატარდა მისი ხსოვნისადმი მიწვილი საღამოები. ეს იყო თვითონ კიდევ ამბობ ეკლესია, ეს იყო ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაგაგწერეთის, ეს იყო ქუთაისის მუზეუმი და დღეს კიდევ პატივი გვაქვს, რომ გელათის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სამეცნიერო კონფერენციით პატივი მივიღოთ მის ხსოვნას. ჩემი მოხსენების თემა შეეხება ძალიან კონკრეტულ საკითხებს, 3 სიწმინდე და სიძველე, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება, წმინდათან დაკავშირებული, წმინდა მეფის სახელთან არის დაკავშირებული. ეს ზოგადად ამ
სიძველეების შესახებ კარგად არის ცნობილი, თუმცა მე შევეცდები, რომ რამდენიმე ისეთი ფაქტიც მოვიყვანო, რომლებიც უფრო სრულყოფილად წარმოგვისახავს მათ ისტორიას. ცნობილი ფაქტია, რომ დავით აღმაშენებელმა გელათის მონასტრის დაარსებისთანავე ძალიან ბევრი სიწმინდე დააუმჯა გელათში. მე ბოდიში ვიხდი უხოსურად დროის ეკონომიისათვის რაღაცებს ნაწილს წავიკითხავ და დავით აღმაშენებლის ისტორიკოს სიტყვებით დავიწყებ. დააღავს სიწმინდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმინდათა ისე წმინდათა ხატა და სიწმინდისა სამსახურებელთა ყოლა დიდებულთა და სხვათა ნივთა ძვირად საბუნებელთა. ამასთანა დასწყნა მუნვე დიდთა და ხუასროვანთა მეფეთა ტახტნი და სახტალი, სასანთლენი და საგედენი, ფერად იევარად მოხუმულნი, თვისნი და კვალად გვირგვინი და მანიაკნი და ფიანნი და სასუმელნი, რომელნი მოუხუნა მეფეთა არაბეთსა რაჟამს თვით იგინცა ტყვედ მოიყვანა მასვე ტაძარსა შინა, შეწენა ღვთისა სახსენოთ და სამადლობელად ძლევისა მის საკვირველისა. ეს ზუსტად იმ ცნობილი ისტორიკოსის სიტყვებია, რომელსაც ეკუთვნის თხზულება ცხოვრება მეფეთ-მეფის და დავითისი. ეს თხზულება დღეს აკადემიურად შესწავლილიც არის და გამოცემული. მისი აკადემიური გამოცემა 1992 წელს გააკეთა ქალბატონმა აკადემიკოსმა მზექადა შანიც. აი ამ ხელნაწერთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის ცხოვრების ერთ ვარიანტთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო რამდენიმე ფაქტი. მოგითხროთ ამ ფაქტების შესახებ. თავად გამომცემელი ქალბატონი მზექადა აღნიშნავდა, რომ ამ დიდებულ ნაწარმოებს, რომელშიც დავით აღმაშენებლის ბოლოქარი ცხოვრება და დაუცხრომელი მოღვაწეობა არის აღწერილი, ცალკე დამოუკიდებელი სახით ჩვენამდე არ მოუღწევია. დავითის თანამედროვისა და დაახლოებული პირის მიერ დაწერილი თხზულება ქართულ საისტორიო კრებულში შესატანად შეკვეცილი და ნარედაქციებია. დღეს ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ როგორც ქართლის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. მურავიევის სიტყვით ცნობილი მოგზაურზეა საუბარი, მე-19 საუკუნის 40-იან წლებში რომ ეწვია საქართველოს კერძოდ ქუთაისსა და გელათს, სრული ტექსტი დავითის ისტორიკოსის თხზულებისა გელათის მონასტერში ყოფილი და დაცული და მე-19 საუკუნის შუა წლებში დაკარგულა. ამავე ცნობას გვაწვის საბენინის ოღონდ მის წყაროს არ ასახელებს. დღეს ამ ცნობათა ისტორიის შემოწმება შეუძლებელია, ჯერჯერობით მთლიანი ძეგლი ასწა ჩანს. საბენინისთან ამ ფაქტზე შემდეგი ინფორმაციაა დაცული. მთელი ცხოვრება წმინდისა მეფესა დავითისა, რომელიც იპოვებოდა გაენათის მონასტერსა შინა, დროსაშინა დავით წერეთლისა, ქუთათისის მიტროპოლიტისა, საუბედურად დაიკარგა მონასტრიდან უდაბობისა მიერ მიტროპოლიტისათა, როგორც მოგვითხრობენ, ვითომ თავის ნათესავს აჩუქაო, რომელიც შესაძლებელ არს. კითხვის ნიშნით წეს ამას საბინინის ამოსაზრებას თითქმის სიტყვით გადმოგვცემ ჩაგვედაძე, ვლადიმერ ჩაგვედაძე, ცნობილი ისტორიკოსი წიგნში გელათის აკადემია, სადაც წერს. საბინინის ცნობით გელათის მონასტერში დაცული იყო დავით აღმაშენებლის ცხოვრების ვრცელი აღწერა, რომელიც დაკარგულა ქუთათისის მიტროპოლიტის დავით წერეთლის დროს. აღნიშნული წიგნი დავით წერეთლის მიერ უნდა იყოს მიცემული საჩუქრად ნათესავისათვის. მისი აღმოჩენა დიდად საინტერესოა ჩვენი ისტორიისათვის. ხოლო დეკანოზი დავით ღამბაშიძე 1893 წელს წერდა, გაენათის მონასტერში ამ უკანასკნელ ხანამდე ინახებოდა ხელნაწერი, რომელიც შეიცავდა დავით აღმაშენებლის ცხოვრების აღწერას. ეს ხელნაწერი დაწერილი იყო მისი სწავლული მოწვევის არსენისაგან. ეს ხელნაწერი წაიღო გაენათის მონასტრიდან უკანასკნელმა მიტროპოლიტმა დავითმა წერეთელთაგანი იყო და დროებით გადასცა თავის მას გრიგოლის, რომელმაც ეს ხელნაწერი გადასცა თავის მისულს, რომლის ხელში გაქრა ეს ხელნაწერი. არ შეიძლება, რომ დღეს ზოგიერთებს არ ექნეს ამ ხელნაწერის პირები. სამწუხაროდ ვერ იპოვა ამის შემდგომ. სწორედ ამ თხზულებასთან დაკარგვაზეა საუბარი საქართველოს ეგზარქოსის ისიდორესადმი მიტროპოლიტ დავითის 1847 წლის 25 ოქტომბრის წერილში. ეს წერილი ეგზარქოსის 1847 წლის 6 სექტემბრის წერილი საბას ხვდა დაწერილი. წერილიდან ირკვევა, რომ ეგზარქოს მიტროპოლიტსაც დაუვალებია დავით აღმაშენებლის ცხოვრების გაგზავნა. როგორც ჩანს, ეგზარქოსი ინფორმირებული იყო, რომ ხელნაწერი ინახებოდა თავად ალექსანდრე წერეთელთან. ამიტომაც წერს, რომ თუკი ალექსანდრე წერეთელი უარზეა, რომ ხელნაწერი გვათხოვოს გადასაწერად, მაშინ ხომ არ დაავალებდით ვინმე ხვდეს თავადის სახში რომ გადაწეროს. მიტროპოლიტის პასუხიდან იტყვა, რომ ეგზარქოს ასევე ნათხოვნი ჰქონია საფარის მონასტრის აღწერის გაგზავნა. მიტროპოლიტი წუხს, რომ ეგზარქოსის დავალებას ვერ ასრულებს, იმიტომ რომ
და ტექსტი. თქვენო მაღალ ყოვლად უსამართლოესობა. ამ წლის 6 სექტემბერს დათარიღებული თქვენი დიდად საპატივცემულო წერილის პასუხად მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ჩემ და სამწუხაროდ ვერ შევასრულებ თქვენს თხოვნას, გამოგიგზავნოთ ორი ხელნაწერი დავით აღმაშენებლის ცხოვრების აღწერა და საფარის მონათლის აღწერა. ეს წიგნები მართლაც იყო ჩემთან, მაგრამ დიდი ხანია წაიღო სამეგრელოს მფლობელმა თავადმა დავით დადიანმა, რომლის პასუხის თანახმად ისინი თითქოს და დაუბრუნდა ჩემსაც გარდაცვლილ ძმას, პოლკოვნიკ გრიგოლ წერეთელს. თავად გრიგოლ წერეთელის შვილმა ალექსანდრემ ჩემს თხოვნას წიგნების ბოტანზე უპასუხა, რომ მოიძია მამის თანატოლ წიგნებსა და ხელნაწერებში, მაგრამ ვერ იპოვა და ვარაუდობს, რომ მისი განსუნებული მამისაგან ეს ხელნაწერები წაიღო ვიღაცა, მოღუნ უცნობია სახელდო გვინ. წუხა რომ არ მაქვს უდნიერება შევასრულოთ თქვენი მოთხოვნა თქვენთვის საჭირო ხელნაწერების გამოგზავნაზე. უმორჩილესად ვთქვათ მოწყალო მწყოსთო, რომ მომიტევოთ და ასევე დაგვენებელი პასუხი საფარის მონასტრის აღწერილების გამოგზავნის მოთხოვნაზე, რომლის ერთადერთი მიზეზი ეციება იყო. ასე დაიკარგა გელათის მონასტრიდან მე-13 საუკუნის 40-იან წლებში დავით აღმაშენებლის ცხოვრების ამსახველი თხზულება. კიდევ ამბობ, გავიდა საუკუნე ნახევარზე და არავითარი კვალი ამის შესახებ, მხოლოდ მოგონებად დარჩა. როდესაც გელათის მონასტრის სიძველეებზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ გელათის მონასტრისგან ძალიან ბევრი ნივთი დაიკარგა მე-19 საუკუნის დასაწყისში. როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ახალი მმართველობა დაამყარდა და მოყვა მას შემდეგ ცნობილი მოვლენები, უპირველეს ყოვლისა საეკლესიო რეფორმის გატარება და ცნობილი იმერეთის საეკლესიო აჯანყება, ბევრი რამ იქნა დაკარგული. რაღაც გადამალული შეგნებულად, მაგრამ შემდეგ მოგვიანებით იწყება ამ ნივთების თანდათან პოვნა, გამოვლინება, ნახულობენ ცალკეული სასულიერო პირების ოჯახებში, ნახულობენ სადღაც შორს, ყვალს იღებენ თითქოს, მაგრამ დაბრუნებული სამწუხაროდ ძალიან ცოტაა. გელათის მონასტრიდან კიდევ 1800 თქვათ პირდაპირ მიტროპოლიტების დაპატიმრებიდან 20 წლიდან ვიდრე 1923 წლამდე ასობით ნივთია დაკარგული, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ისტორიული ღირებულების თუ როგორც ხელოვნების ძეგლი ამ კუთხით დანახული, მაგრამ დაბრუნებული არის თითზე დასაცვლელი ნივთები. ეს არის გამორჩეულად, რომელზეც ახლა ორზე მოგახსენებთ მე, დავით აღმაშენებლის ჯვარი, დავით აღმაშენებლის ჯვარს მეძახიან საბრძოლო ჯვარი და დავით აღმაშენებლის ბეჭედი. ეს ორი ნივთი მე-19 საუკუნის 50-იან წლებში თვალსმოფარებული იყო. ეხლა ამის პოვნისა და შემდეგ ისევ დაკარგვის ისტორია გავიხსენოთ. ესე იგი, პირველად 1851 წელს ვხედავთ შესწორებული გელათის მონასტრის ქონების ერთ-ერთ აღწერაში დავით აღმაშენებლის საბრძოლო ჯვარი, სახელდება მისი. 2023 წელს გამოცემულ წიგნში შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური ავტორი ნანა ბურჭულაძე ამ ჯვარს მნიშვნელოვან ადგილს უთმობს აღწერილობასა და იკონოგრაფიასთან ერთად მოგვითხრობს მის ისტორიაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმით, იკონოგრაფიით და სტილით ჯვარი დავით აღმაშენებლის მეფობამდე გაცილებით ადრე მე-10 საუკუნეშია დამზადებული. წარწერის მიხედვით ის გამთარა მისი განმაახლებელი და მფლობელი, სავარაუდოდ ამასთან დაკავშირებული ჯვრის ყოფნაც გელათის საგანძურში, რადგან დავით იყო მონასტრის დამფუძნებელი და ქართულ მეფეთაგან პირველი დაიკრძალა და ახალი ელადად და მეორე ათენად წოდებულ ამ ძიმე სწავლულ მამათა სწავლიაში. იქვე მოტანილი აქვს ჯვარზე არსებული წარწერა, რომელიც ჯვრის ქვედამკლავზეა შესრულებული. მე თუ ყოვლისა დამბადებული ადიდე შენ მიერ გვირგვინოსანი დავით აფხაზთა და ქართულთა ერთად აკახდა მეფე მზე ქრისტიანობისა. ამინ. ამ წარწერაზე დაყრდნობით, რომელშიც მეფე კახეთის მფლობელად ჩანს, ჯვარს ავტორი 1104-1125 წლებით ათარღებს. ამ ჯვართან დაკავშირებით საინტერესო ცნობებია დაცული ქუთაისის ცენტრალურ არქივში, რომელიც ჯვრის გელათის მონასტრში მოტანის ფაქტს უფრო აზუსტებს. პირველად მისი დასწრება გელათის მონასტრის 50 წლის აღწერის 1850 წლის აღწერის 100-ზე ფანქრით შესრულებულ ჩანაწერში ჩანს, სადაც ახლად შეძენილ ნივთებში მეხუთე ნომრითაა შეტანილი ერთი დიდი ჯვარი ვერცხლისა, ოქროთი დაფერილი, წინათ მშვენებული ამ მონასტერში და შემდგომ დაკარგისა მიტროპოლიტ დავითის მიერ მოპოვებული და წარმოგზავნილი სიმაღლით და განით 6 გოჯი. ეს წარწერა გვიანაა შესრულებული არავითრეს 1851 წლისა. 1856 წლის ქონების
აღწერაში ჯვარი არ ჩანს. 1859 წლის აღწერაში კი აღნიშნულია, რომ დავით მიტროპოლიტის მიერ მოტანილი და მისი ტაძარში მდებარე მოტანილია. დავით მიტროპოლიტის მიერ მოტანილი და მისი ტაძარში მდებარეობაცაა დაფიქსირებული. მარჯვენის მხრით აღსაბის კარისა, სადაც დაბრძანებული გახდათ. როგორც გელათის მონასტრის ქონების სხვადასხვა წლების აღწერილობიდან ჩანს, აქ იყო ის დაცული 1920 წლის ნოემბრამდე. გელათის მონასტრიდან სხვა საგანძურთან ერთად ქუთაისის ხაზინაში გადატანებდა, საიდანაც შემდეგ საფრანგეთში აღმოჩნდა გადანილი, იქიდან 1855 წელს დაბრუნდა, როგორც აღნიშნეთ, 1853 და მომდევნო წლების აღწერაში აღნიშნულია, რომ ჯვარი გელათის მონასტრის გადასცა დავით მიტროპოლიტმა. მაგალითად, 1860 წლის აღწერაში ვკითხულობთ, ერთი დიდი ჯვარი ვერცხლისა სვენებული პირველ ამ მონასტრში ოქროთი დაფერილი და მოპოვებული მიტროპოლიტ დავითის მიერ ჩუღუნუსაწელსა დასვენებული მარჯვენა მხრით აღსავლის კარისა. ხოლო თუ როგორ და საიდან მოიტანა მიტროპოლიტმა ეს ჯვარი გელათის მონასტრში მისი პირადი წერილი და მგებულობით მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ სიმონისადმი, რომელიც 1851 წლის 20 დეკემბრითაა დათარიღებული. მიტროპოლიტი წინამძღვარს წერდა: დიდი სატანისა ვერცხლის ჯვარი, რომელსაც ზედა არის დაწერილი სახელი მეფის და დავით აღმაშენებლის და წინეთყოლების იყო დასვენებული თავად წერეთელ და მოდინახის ციხესაშინა და შემდგომ გამოსვენებისა მისისა იქიდან იყო დასვენებული სასახლის ეკლესიასა შინა უკვე გარდაცვლილის მისა ჩემისა პოლკოვნიკის გრიგოლ წერეთლისა და მემკვიდრეთაგან იმისა თავადმა ნესტორ წერეთელმა შემდეგში გენერალ-ლეიტენანტი ქუთაისის მაზრის გუბერნიის უკაცრავ თავადაზნაურთა წინამძღვარი მარშალი რომ გახდათ შემოსწირა ესევით არის გელათის ღვთისმშობლის ეკლესიას რომელსაც წარმოუგზავნე რა ამასთან გთხოვ მამაო არქიმანდრიტო აჩვენეთ ეს ჯვარი ახლა შეძენის სიაში შინაქონებულსა ამ საგანზე მონასტერში და დაასვენეთ შესაძლებელსა გამოსაჩენს ადგილსა უმთავრეს ეკლესიას შინა რათა კეთი მსახურთა ერთა შეიძლონ შემთხვევა მასზედა და ქმნათ შესაწერისა რადგან ესევით არის სხვათა მრავალთაგან მსმენია თვით შემამდეცა უწყებულ არის რომელ მრავალგზის ქმნილ არის მის მიერ სასწაული ამ როგორც სასწაული მოქმედი ჯვარი აი ისე მიიღეს და დააბრძანეს ის გელათის მონასტერში. დიახ. ამრიგად დავით აღმაშენებლის ეს ჯვარი გელათის მონასტერში დაცულია 1850 წლიდან და როგორც აღმოჩნდეთ გადმოტანილი არის საჩხერიდან წერეთლების საკუთრებაა. მე მინდა ამ გამოჩენილი ეპარქიის ხელმძღვანელის დავით მიტროპოლიტის წინაშე აი ბოდიში მოვიხადო მის წინაშე რომ ერთხელ დავწერე ერთ სტატიაში რომ დავით მიტროპოლიტს ყველაფერი უნდა ჯრუჭის მონასტერში ყოფილიყო დაფუძნებული და დაუნჯებული თქო მართლაც ქუთაისის სხვა ეკლესიებიდან რაღაცები წაუღია მას აი კერძოდ საგათედრო ტაძრიდან რაღაცა დაჭირვებია და რაღაც დაუღნა მაგრამ ეს ფაქტი ნამდვილად მაშინ ჩემთვის უცნობი იყო ესაა დაახლოებით 30 წლის წინანდელი ამბავი და მაქვს მედნიერობა რომ დღეს ამის საშუალება მეძლება თქვა. დიახ, მე-20 საუკუნის 20-იან 30-იან წლებში როგორც გითხარით გელათის მონასტერში დაცული ბევრი ნივთი გამოჩნდა და ამ ნივთების გამოჩენაში ირაკლი დავოგვიანი ალბათ უკვე ხომ და გავედა ბოდიში 3-4 წუთი და მაბადეთ გამოჩნდა პიროვნება ცნობილი მღვდელმონაზონი ისააკი გვარად დოღონაძე ცნობილი პიროვნება ცოტა კონფლიქტური მაგრამ გელათის მონასტრის სიძველეების აღმოჩენაში ბწყალებში არა პოვნაში მიუძღვის მართლაც გამორჩეული წვლილი. აი ამ კაცმა თქვა რომ ერთ-ერთ მღვდელთან მან იპოვა გადამალული საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის ოქროს ბეჭედი. ასევე მარგალიტის თვლები წმინდა ნაწილებიანი ხატი და ჯვარი. ეს ნივთები შემდეგ მღვდელ სიმონს იძულებით მოატანა მონასტრის წინამძღვრმა არქიმანდრიტმა ნიკოლოს ეს ნიჟარაძე გელათის მონასტრის პირველი წინამძღვარი ეგზარქოსობის დროს. როცა ერთ-ერთი ჯვრის ოქროთი მოჭედვა უნდოდა. ასე გადაურჩა დაკარგოს ეს ძვირფასი სიძველეები. აუარებელი ეგ ჩამონათველი გეტყვით რომ სულ არის ამ ესე იგი 20 წლიდან აღმოჩენილი ნივთები 38 წლამდე არის 20 დასახელების. თითქმის იგივეა 19 არის. შემდეგ ემატება 42 წლამდე კიდე ერთი შემატებული ნივთი და 42 წლის ტექსტი გვაქვს ჩვენ კიდევ ყველაზე სრულყოფილი და იქ წერია სხვა არაფერი ვთქვა. აი ცნობილი გელათის მინიატურებიანი სახარება ერთ-ერთ შემოტანილ ნივთად ერთი დიდი ჯვარი ოქროს სანაწილე რომელშიც იყო ქრისტეს სუდრის ნაჭერი და იონე ნათლისმცემლის ჩოხის ძაფი შემდეგ დავით აღმაშენებლის საწერო ოქროს ბეჭედი აი ზუსტად ეს ოქროს საწერო ბეჭედი მინდა აღნიშნო ის გელათის მონასტერში ფაქტობრივად
58-დან მოყოლებული არის დაცული 1904 წლის 19 ივლისამდე. ეს ცნობილი გაძარცვაა გელათის, კარგად არის შესწავლილი გელათის ისტორიის მკვლევართაგან და ამის შემდეგი ბედია საინტერესო ამ ჯვრის. 1916 წელს მისი კვალი ყაზანში გამოჩნდა. ყაზანში გამოჩნდა კერძოდ ერთი პუბლიკაციით და მგვებულოთ რომ 1916 წლის მარტში იაკობ კოსტავა წარმოშობით ქუთაისელი კაცი იყო, ქალაქ ყაზანის კავკასიის პედაგოგიური მუზეუმის დიდ დარბაზში კედელზე დაგიდული მოგრძო ჩარჩოში ჩასმული თეთრილოზე მიმაგრებული დიდი ზომის ოქროს ბეჭედი ნახა, რომელსაც შემდეგი წარწერა ჰქონდა. კაცო ცარია დავიდა ვაზმნავიტელია გრუზიი, პრეუბრეტანო და ნიჟიგოროდსკო მიარმარკი ტიში დევიცო ჩეტრენაცატომ გადო. 1958 წელს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობის მცდელობა თათრეთის ASSR იყო, მაშინ მუზეუმში აღნიშნული ბეჭდის მოძიებაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. მუზეუმიდან მიღებული შეტყობინა ბეჭდის მუზეუმში არსებობას უარყოფდა. ოფიციალურ პასუხს მიცეს, რომ ასეთი არაფერი არ არსებობს. ეს საკითხი ძალიან დეტალურად, რადგან ახლა მოგახსენეთ, შესწავლილი აქვს ბატონ თემო ჩოჯუას. მე ვეთანხმები მის შეხედულებას, რომ დასკვნის სახით რომ აკეთებს, რომ საკითხი დეტალური შესწავლა აჩვენებს, რომ გელათის მონასტრიდან 1904 წელს დაკარგული იმ ოქროს ბეჭდის მფლობელის ვინაობა, რომელსაც მე-13 საუკუნეების ავტორები ქართულ მეფეებს გიორგი მეორეს, იმიტომ რომ ასე გამოსახული გიორგი მეორეა და აჩვენს ეჭვს, რომ ის ხომ არ იყო გიორგი მეორის. დავით მეოთხე აღმაშენებლის ან გიორგი მესამეს მიაკუთვნებდნენ. ჯერჯერობით დაუდგენელია, უფრო მეტიც, ჩვენი ცოდნის ამ ეტაპზე დაბეჭდების იმის თქმაც კი შეუძლებელია ბეჭედი ნამდვილად სამეფო ბეჭდს წარმოადგენდა თუ არა. გიორგის ხუთშვილიანი ბეჭდის ანაბეჭდება ეს სტატია. ამრიგად, აი, ნაპოვნი ნივთებიდან სამენივთი გამორჩეულად, რომელიც დღეს ჩვენ გამოვიტანეთ თქვენს წინაშე, სამწუხაროდ მხოლოდ ერთი დარჩა ისევ საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში, დაცული უბრალოდ დღემდე. ეს არის დავით აღმაშენებლის საბრძოლო ჯვარი. დანარჩენი ორი კი მე-19 საუკუნეში მიკვლეული იქნა, აღმოჩენას ამას ვერ უწოდებთ, მაგრამ სამწუხაროდ ისევ დაიკარგა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. დიდი მადლობა ბატონო მერაბ. მოგეხსენებათ, ქართველი მკვლევარებიდან არის თითზე ჩამოსათვლელი გადაჭარბებაში არ ჩამითვალოთ ადამიანები, რომლებიც იკვლევენ გელათის მონასტერს, დაუშვათ არქიტექტურულად თუ სხვადასხვა კუთხით და ერთ-ერთი პირველთაგანი არის ბატონი მერაბი, რომელსაც მონოგრაფია აქვს გამოცემული გელათის მონასტერი ეგზარქოსობის პერიოდში, საკმაოდ რთული პერიოდი არის და საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით აქვს მას ეს წლების წინ გამოცემული და უამრავი სტატია გელათის მონასტერთან დაკავშირებით. შემდეგი მომხსენებელი გახლავთ გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი. თემა გახლავთ კონსტანტინე გამსახურდიას რომანი დავით აღმაშენებელი საბჭოთა იდეოლოგიის კონტექსტში. მოგესალმებით მეუფეო, ძვირფასო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მომეცით შესაძლებლობა. მეც მივიღო მონაწილეობა აი ამ კონფერენციაში, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი ქართველის უპირველესი მეფის დღესაც თანამედროვეს თავისი იდეებით, თავისი შეხედულებებით ეძღვნება დავით აღმაშენებელი. ის პიროვნება ბრძანდებოდა, რომლის იდეებისადმი ერთგულება არის ჩვენი აუცილებელი მოვალეობა ჩვენი ქვეყნისა, იმისათვის რომ ჩვენმა ქვეყანამ განვითარების სწორი ორიენტირები დასახოს. გულის ტკივილი თვითყვი იმას და ალბათ ყველა თქვენგანის თუ არა უმეტესობისაც მაინც გამოვხატავ იმ თვალსაზრისით, რომ ამ იდეებისადმი ერთგულება ძალიან ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სიტყვიერ მოწოდებად ხდება, რჩება და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ბედის წარმმართველთა ძალისხმევა ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა იყოს უფრო მეტად გააქტიურებული, უფრო ღრმად და საფუძვლიანად უნდა იყოს შესწავლილი ის დიდი მოღვაწეობა, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება, თუნდაც იმიტომაც რომ ილია ჭავჭავაძის შეგონებით წარსული წინასწარმეტყველება არის ჩვენი განვითარების უმთავრესი პირობა. ერთგულება ამ იდეებისადმი
მხოლოდ ამ შემთხვევაში სიტყვიერი კანდიდატები არ უნდა შემოიფარგლებოდეს და გულისტკივილით აქვე იმასაც აღნიშნავ, რომ თვითონ სათანადო პატივის მიღება არა ყოველთვის არ ხდება საზოგადოდ, არამედ საიუბილეო დღეებშიც კი, აი ამ დღეს მაგალითად როცა აღნიშნავთ დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 9 წლის თავს და საერთოდ ბევრი ასეთი თარიღი ძალიან ხშირად რჩება სათანადო ყურადღების მიღმა და დიდი მადლობა სასულიერო აკადემიისა და გელათის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას წარმომადგენლობას, რომ დღევანდელი კონფერენცია იმართება და როგორც თქვი, მეც მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო ამ კონფერენციის მსვლელობაში. ახლა ჩემი საკითხი, რაც მე უნდა გამოვიტანო ახლა ჩემი მოხსენება, დაკავშირებული არის კონსტანტინე გამსახურდიას იმ რომანთან, დავით აღმაშენებელის დაწერილი იმ რომანთან, რომელზეც მწერალი თითქმის მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა. 25 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იწერებოდა აი ეს რომანი ტეტროლოგია, რომელიც შეიძლება ითქვას უპრეცედენტო დიდი მოცულობის წიგნს წარმოადგენს და არა მარტო ისტორიული თვალსაზრისით არის საინტერესო, არამედ იმ ეპოქაში, საბჭოთა ეპოქაში, როცა ეს რომანი იწერებოდა, კონსტანტინე გამსახურდიამ ბევრი ისეთი პრობლემა დასვა და წამოწია წინა პლანზე, რომელიც არა მარტო დავით აღმაშენებლის ცხოვრებისეული 8 წლის იმ პერიოდის საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენების მხატვრულ დოკუმენტური სიზუსტით წარმოსახვას ისახავდა მიზნად, არამედ დღესაც საინტერესო არის. რაგით უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს აი ეს რომანი, რომელიც თავისი კრიტიკული პათოსით აშკარად დაპირისპირებული იყო საბჭოურ ყოფასთან, მაინც გამოვიდა ესე იგი მკითხველთა ფართო სამჟავროზე, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას მის მიერ ამ რომანში გამოთქმული არაერთი დებულების გამო საკმაოდ მკაცრადაც აკრიტიკებდნენ, მაშინ გამსახურდიას უკან არ დაუხევია და იმ 25 წლიანი მუშაობის პერიოდში ის ხაზი, მთავარი ხაზი ეროვნულობის, სარწმუნოების, სახელმწიფოებრივი ინტერესებისადმი მისი უკომპრომისო დამოკიდებულების არ შეუძლია და ფაქტობრივად აი ეს რომანი არის კონსტანტინე გამსახურდიას პოლემიკური დამოკიდებულება იმ პოლიტიკასთან, იმ რეალობასთან, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო დამკვიდრებული ჩვენთან და ამ რომანით კონსტანტინე გამსახურდია ჩვენ მოგვევლინა მომწოდებლად იმისა, რომ თუ გვინდოდა ჩვენ სახელმწიფოებრივად და ეროვნულადაც შეგვენარჩუნებინა არსებობა, დავით აღმაშენებლის გზით უნდა წავსულიყავით და მისადმი უღალატო ერთგულება გამოგვეხადა. მე ახლა რომ არ გამიგზელდეს ზედმეტად სიტყვა პატარა ჩანაწერი მაქვს მოტანილი, ამას წავიკითხავ და თუ კი რაიმე დაგაინტერესებთ, სიამოვნებით შევეცდები რომ გიპასუხოთ. კონსტანტინე გამსახურდიას მიერ დავით აღმაშენებელზე დაწერილი ისტორიული რომანისადმი ინტერესს არსებითად განსაზღვრავს ის გარემოება, რომ ჩვენი უპირველესი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ამ ნაწარმოების პრობლემატიკა არა მარტო ისტორიული თვალსაზრისითაა საინტერესო, არამედ ჩვენი ქვეყნის დღევანდელი და სამომავლო სახელმწიფოებრივ პოლიტიკასთან მიმართებითაც. ეს გარემოება არსებითად განაპირობა იმან, რომ შესაბამისი პერიოდის საქართველოში არსებული რეალობა რომანში ისეთი ფაქტოლოგიური სიზუსტითაც კი არის ასახული, რომ ნაწარმოების ზოგიერთი ეპიზოდი ისტორიული ქრონიკის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ნაწარმოების ამ მხარეს განსაკუთრებული ყურადღება თუნდაც იმიტომაც მინდა მივაქციო, რომ ამით გამსახურდიამ ერთ-ერთმა პირველმა მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში მკვიდრი საფუძველი მოუმზადა ეგრეთ წოდებული ისტორიულ დოკუმენტურ პროზას. დავით აღმაშენებელი არა მარტო ჩვენი ისტორიული წარსულის ამსახველი რომანია, არამედ აი ამას მინდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება საბჭოთა პერიოდის საქართველოს არაერთ საჭიროებო პრობლემასანაც შინაგანად დაკავშირებული ნაწარმოებიც. აქედან გამომდინარე, გამსახურდიას რომანი მხოლოდ ისტორიული რეალობის წარმოსახვის თვალსაზრისით შექმნილი წიგნი არ არის, არამედ გარკვეულწილად იგი ქართული სახელმწიფოს სამომავლო პერსპექტივათა წარმომჩენი რომანიცაა. გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, დავით აღმაშენებელი ვფიქრობ ერთი მთავარი მიზნითაც შეიქმნა. ეს იყო მძაფრი შინაგანი პროტესტის გამოხატვა იმ პოლიტიკური პროცესებისადმი, რომელიც საბჭოთა კავშირსა და მის ნაწილად ქცეულ ფსევდორესპუბლიკაში საქართველოში იყო იმხანად დამკვიდრებული. ამ პროტესტს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავდა. იმის გამო, რომ სოციალისტური რეალიზმის მხატვრულ შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც იმდროინდელმა ხელისუფლებამ ჩვენი მწერლობის ერთადერთ სახელმძღვანელო მეთოდად გამოაცხადა, წერალს ავალდებულებდა მოვლენები მკვეთრად გამოვლენილი იდეოლოგიური ტენდენციურობით გამოეხატა და ხოტბა შეესხა საბჭოთა სინამდვილისათვის. მეორეც
დავით აღმაშენებლის მონუმენტური მხატვრული სახის შექმნით კონსტანტინე გამსახურდიამ ცადა მანქურტიზმის ტყვეობისაგან დაიხსნა ჩვენი ეროვნული ცნობიერება და იდეოლოგიური ბანგისაგან შოკირებული ქართველი კაცის გონების თვალი ჩვენი ისტორიის ყველაზე დიდი სიმაღლეებისაგან მიეკვრა. რა თქმა უნდა, თქვენ იცით, მანქურტში როგორი პიროვნება იგულისხმება საბჭოთა პერიოდში ასეთი ადამიანის შექმნა იყო, ესე იგი, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალი ადამიანის ფორმირებისა, აქ იგულისხმება ის ადამიანი, რომელსაც მეხსიერება წარსულთან დაკავშირებულ პოზიტიურ მოვლენებს, რომ წამოწევდა წინაპლანზე, უნდა დაევიწყებინათ და აი ეს მოვლენა პირველად ქართულ მწერლობაში, სწორედ კონსტანტინე გამსახურდია ამ რომანით წარმოსახა და ძალიან საინტერესო დასახა. მეორეც, დავით აღმაშენებლის მონუმენტური მხატვრული სახის შექმნით, აი კონსტანტინე გამსახურდიამ, როგორც უკვე ითქვა, უკომენტაროდაც ნათლად ჩანს ამ რომანისგან, ესე იგი წაკითხვის შედეგად, ესე იგი იმდროინდელ რეალობაში ამის გაკეთება სარისკო საქმეს, საკმაოდ სარისკო საქმეს წარმოადგენდა, მაგრამ გამსახურდიას უკან არ დაუხევია. და რაც უფრო მთავარია, ამ რომანით მწერალმა ფაქტობრივად პრინციპულად გაემიჯნა იმ გზას, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ისტორიის განუყოფელ ნაწილად იყო ქცეული და რომელსაც პირობითად უნდილაძეობა შეიძლება დავარქვათ სახელად. ამ პირობით ცნებაში აქ იქ ქართველები იგულისხმებიან, რომლებიც მთელ თავიანთ ძალასა და ენერგიას სხვა ქვეყნების მსახურებას ახმარდნენ. ბედკრული სამშობლოსაგან ისტორიული ავბედობის გამო გადახვეწილ ამ ადამიანთა გარკვეული ნაწილი ჩვენი მოსისხლე მტრების სამსახურში დგებოდა, რითაც ზოგიერთი მათგანი საკმაოდ დიდ წარმატებასაც აღწევდა. გამსახურდია კარგად ხედავდა, რომ საბჭოთა ეპოქაში ამ მანქურტიზმმა და უნდილაძეობამ გამოვლინების ახალი მასშტაბები შეიძინა. ინტერნაციონალიზმის სახელით მოინათლა და მანამდე არნახული ძალით შეუტია ყოველივე ეროვნულს. ბრისხანე და უზარმაზარი საბჭოთა იმპერიის მესაჭეებადაც ხომ იმხანად სწორედ ეს ქართველი უნდილაძეები იმყოფებოდნენ, ის ნაქართველარი მაღალ ჩინოსნები, რომელთათვისაც საქართველო ამ იმპერიის მხოლოდ რიგით პროვინციას წარმოადგენდა. ასეთი ვითარებას უფევდა საქართველოში, როცა კონსტანტინე გამსახურდიამ თავისი რომანით ქართველი კაცის ცნობიერებაში სულ სხვა ინტერესები გააღვივა და იგი დავით აღმაშენებელსა და ჩვენი სამშობლოს დიდ წარსულზე დააფიქრა. პრობლემის ამგვარი დასმა უკვე იყო რადიკალური დაპირისპირება ახალი ეპოქის ფუძემდებლურ იდეოლოგიურ პრინციპებთან, რაც ქართველ კაცს დიდი არჩევანის წინაშე აყენებდა. დავით აღმაშენებელი თუ უნდილაძეობა, რომელი გზა უნდა იყოს მაგისტრალური მიმართულება ჩვენი საომავლო თვითარსებობისა, პირველი გზის ყველაზე დიდი ნიშანსვეტი დავით აღმაშენებელი იყო, მეორისა კი სტალინი, იმჟამინდელი, უსარმაზარი იმპერიის საჭად მპყრობელი კაცი. გამსახურდიას რომანის უმთავრესი ძალისხმევა პირველ ყოვლისა სწორედ ამ ფარული შინაგანი დაპირისპირებულების ჩვენება მგონია. დავით აღმაშენებლის პიროვნული სახის შექმნით მწერალმა კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველ კაცს, ვისი გორისაა იგი, ვინ უნდა გაეხადა კერბად და რა გზით უნდა იაროს მარადიულად. სხვა ნაწარმოებების მსგავსად თავის დროზე სამწუხაროდ არც დავით აღმაშენებელსაც და ოფიციალური კრიტიკის რისხვა. რაში აღარდებდნენ ბრალს ავტორს, ზოგი ენას უწუნებდა, ზოგი ბაგრატიონების მეხოტვეობაში ადანაშაულებდა, ზოგი ნაციონალისტი და ვინ მოთლის კიდევ რაში. გამსახურდიამ ისტორიული რეალიების გათვალისწინებით წამოწია წინა პლანზე აღმაშენებლისეული ეროვნული პოლიტიკის მეტად მნიშვნელოვანი მიმართულება. კავკასიელ ხალხთა კონსოლიდირება ამ სიტყვას გამსახურდია ხმარობს და მეც ვიმეორებ აი ამ ამიტომაც. კერძოდ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცების უმთავრეს პირობად დავით აღმაშენებელმა სწორედ ეს მიზანსწრაფო აქცია კავკასიელ ხალხთა კონსოლიდაცია, მათი დარაზმა და გაერთიანება ერთიანი იდეოლოგიით, ეროვნულად, ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებულ ამ ხალხთა შეკავშირების უმთავრეს საფუძვლად ჩვენმა დიდმა წინაპარმა ერთიანი მძლავრი კავკასიური სახელმწიფოს შექმნის იდეა აქცია და ამ იდეის ხორცშესასმელად და აღმასრულებლად ქართველი ერი მიიჩნია. განსხვავებით ოფიციალური კრიტიკისა და ხელისუფლებისაგან, რომლებიც თავიდანვე ამრეზით შეხვდნენ რომანის გამოქვეყნებას, ლიტერატურულმა საზოგადოებრიობამ დიდი სიყვარულით მიიღო ნაწარმოები. მწერალი
როგორც თავიდანვე წერს, უამრავ წერილს ღებულობდა ციტატა მომყავს 4 ოკეანის ნაპირებზე მდებარე ხალხთა შვილებისაგან. მკითხველთა ამ გულითადმა გამოხმაურებებმა ნათლად წარმოაჩინეს ის გარემოება, რომ დავით აღმაშენებლის რომანის გულისხმობ პრობლემატიკა მხოლოდ ვიწრო ნაციონალური პრობლემებით არ ყოფილა შემოსაზღვრული და მასში აღწერილი ადამიანური განცდები არაქართველი მკითხველისთვისაც აღმოჩნდა საინტერესო. როგორც ითქვა, რომანში უყურადღებოდ არაა დატოვებული დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არც ერთი მხარე, რის შედეგადაც გამსახურდია მაღალმხატვრული სიტყვიერი ოსტატობით შექმნა მონუმენტური სახე ყველა დროის უდიდესი ქართველი მამულიშვილისა. კერძოდ, წერლის მიერ წარმოსახული დავით აღმაშენებელი არის ერთის მხრივ შინა ფეოდალურ აშლილობასთან და პარტიკულარისტთან მებრძოლი მამულიშვილი, მეორეს მხრივ ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური გაძლიერებისათვის თავდადებული გმირი, მესამეს მხრივ უზარმაზარ მაჰმადიანურ სამყაროსთან შერკინებული მეფე რაინდი, მეოთხეს მხრივ დიდი მსოფლიოს პოლიტიკურ მოვლენათა შუაგულში აქტიურად ჩართული ხელმწიფე და ასე შემდეგ. ასე რომ გამსახურდიას მიერ წარმოსახული დავით აღმაშენებელი რომანში დახატულია როგორც ინდივიდუალიზებული სახე ჩვენს წარმოდგენაში იდეალად დამკვიდრებული დიდი მამულიშვილისა. რომანში განსაკუთრებული სიყვარულითაა დახატული დავით აღმაშენებლის აღზრდელისა და უპირველესი მეგობარ თანადგომის გიორგი ჭყონდიდელის პიროვნული სახე. ჭყონდიდელის მოღვაწეობის აღწერის დროს გამსახურდია უწინარეს ყოვლისა წერილ ფანტაზიას ერთობა და ცდილობს ამ გზით შეავსოს ჩვენი ისტორიოგრაფიის ის დიდი ვაკუუმი, რომელიც ამ დიდი მამულიშვილის ღვაწლის მოთხრობასთან დაკავშირებით არსებობს დოკუმენტურ წყაროებში. ჭყონდიდელისადმი მისი უმნიშვნელოვანესი საქმეო ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემა და მადლიერების გრძნობა გამოკვეთილად ყალავს და წარმოებს თავიდან ბოლომდე. ამ ბრძენი კაცის პიროვნული ბუნების დახასიათებით გამსახურდია ხელშესახებად გამოკვეთა ჩვენს წარმოსახვაში იდეალურ ხატად დამკვიდრებული მამულიშვილის ტიპი მთელი თავისი რომანტიკულობითა და ამაღლებული კეთილშობილებით. და ციტატა: მარად მორჩილი, მარად მდუმარე, მარად აღხსნებული, მაგრამ თავშეკავებული, თავგანწირული, არამყვედებ თავდადებისა, ბუნებით გმირი, ბუნებით მეთამოდრეკილი, რომელსაც სიტყვა მე გადავიცნოდა, ხოლო ჩვენ სიტყოდა ხოლმე და ამ ჩვენში იგულისხმებოდა მეფე, ამული და სახელმწიფო. აჰა კაცი, რომელმაც უარი უთხრა ყოველ ამქვეყნიურ რხენავს, არა თუ ჩაცმულობით შავოსანი, არამედ გულით მგლოვიარე დაქცეული სამშობლოსათვის თავის გახუნებულ ბევრ ჩოხაში მორთული ყოველგვარი თავგამოჩინების მოძულე, არც თუ მქილდავი კაცთა სიზაბუნისა, გამკითხავი უპოვართა და გლახაკთა. დიდი ვეზირი და მთავარების ხობოსი თავადაც ისე საწყალობლად ცხოვრობდა, როგორც ერთი უპოვართაგანი, ერთადერთი მესაწოლე ბერის ამარა. ცერთვის საჭამანდი იყო მისი ყოველდღიური სასტო და მოხუცი ძიზიშვილების ხალხძალთა მიერ გამოცვარი ხმია. დამეთაქმებით ამდათ მითუქრო ამას ზედმეტი კომენტარი არ ჭირდება, მართლაც იდეალიზებული წარმოსახვა არის ღვთისმსახურისა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ და მხედველობიდან არ უნდა გამოგჩეს ის ამბავი, რომ ეს ყველაფერი იწერებოდა საბჭოთა დიქტატურის, საბჭოთა იდეოლოგიის ზეობის პერიოდში. როგორც ხედავთ, დამოწმებულ ფრაგმენტში ყოვლის მომცველად იკვეთება ჭყონდიდელის მთელი ადამიანური ბუნება. ფაქტობრივად ესაა განზოგადებული დახასიათება იმ უჩინარ და ქვეყნისთვის თავდადებულ მამულიშვილთა ღვაწლისა, რომელიც სამშობლოს ზვარაკაც წირავდნენ თავიანთ სიცოცხლეს. გიორგი ჭყონდიდელის ხატრული სახის შექმნით კონსტანტინე გამსახურდიამ ამ ადამიანთა ხსოვნის წინაშეც მოიხადა დიდი ვალი და სიყვარულით გამოხატა ყოველი ჭეშმარიტი ქართველის დიდი მადლიერება მათდამი. როგორც უკვე აღინიშნა, გარდა დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყოვლის მომცველი მასშტაბურობით წარმოსახვისა, ნაწარმოები ყურადღებას იმითაც იქცევს, რომ მასში დასმული არაერთი საჭირობროდო საკითხი წერლის თანამედროვეობასთანაც განუყოფელად არის დაკავშირებული. მართალია რომანის ყველა ეპიზოდი გამსახურდიასეული მხატვრული ძალმოსილებით ვერაა ხორჩესული, მაგრამ ამის და მიუხედავად ლიტერატურული ღირებულებითაც და პრობლემური მრავალმხრივობითაც დავით აღმაშენებელი მე-20 საუკუნის და არა მარტო მე-20 საუკუნის საზოგადოებრივ ქართული პროზის ერთ-ერთი დიდი მნიშვნელოვანი შენაძენია.
შეგითხრა. ბატონო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ავთანდილ საინტერესო მოხსენებისთვის. შემდეგი მომხსენებელი გახლავთ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი დეკანოზი მიქაელ კვანტალიანი. მოხსენება გახლავთ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი და საბაწმინდური ტიპიკონი. ხალხმა Dobrze, თქვენ მაღალყურებელ სამდელო ესობა მოგესალმებით. ჩვენი მოხსენების თემა, როგორც ბატონმა ირაკლიმ გამოაცხადა, არის წმინდა დავით მეფე და საბაწმინდური ლავრის ტიპიკონი. ორიოდე სიტყვით თქვა საქართველოში ტიპიკონის ისტორიის შესახებ, ზოგადად სოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიას ორი სახის ტიპიკონი ჰქონდა, სამრევლო და სამონასტრო. სამრევლო ტიპიკონი ძირითადად ჩამოყალიბდა იერუსალიმში, ქრისტესაფლავის ტიპიკონი, რომელიც საქართველოში მე-10 საუკუნემდე იყო გაბატონებული და მეორე სამრევლო ტიპიკონი ჩამოყალიბდა კონსტანტინოპოლში აია სოფიის დიდი ტაძრის ტიპიკონის სახელწოდებით, რომელიც ჩვენთან მე-10 საუკუნიდან დაინერგა ვიდრე მე-12 საუკუნემდე ერთადერთი ტიპიკონი იყო. ეს ტიპიკონი ჯერ ექვთიმე მთაწმინდელმა თარგმნა მცირე სვინაქსის სახელწოდებით, ხოლო შემდეგ გიორგი მთაწმინდელმა დიდი სვინაქსის სახელწოდებით, რომელიც სულ ახლახან 2018 წელს დაიბეჭდა დიდებული გამოცემა ხელნაწერთა ინსტიტუტის ცენტრის მიერ. და რაც შეეხება მე-12 საუკუნეში წმინდა დავით აღმაშენებელს, მის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ორმა ბერმა, იოანემ და ექვთიმემ მოართვეს ახალი ტიპიკონი, ქართულად ნათარგმნი საბაწმინდური ლავრის ტიპიკონი, რომელიც ძალიან მოეწონა წმინდა მეფეს და მან თავისი ანდერძით უანდერძა შიონღვიის მონასტერს აღნიშნული ტიპიკონის დაცვა და შესრულება. და უკვე მის შემდეგ ჩვენ თამარის ცხოვრებაში ვხედავთ, ქართლის ცხოვრებაში გარკვევით წერია, რომ ვერავინ გაბედავდა და ვერავინ იკადრებდა, რომ არ დასწრებოდა დღეღამური ციკლის სრულად არის ჩამოთვლილი წუხს, ცისკარს და წირვას, რომელსაც ესწრებოდა თვით თამარ მეფე და სამეფო კარის ყველა წევრი უკლებლივ საბაწმინდური ლავრის ტიპიკონით ლოცულობდნენ უკვე მე-13 საუკუნეში. ფაქტიურად დავით აღმაშენებელმა საფუძველი დაუდო საბაწმინდური ლავრის ტიპიკონის დამკვიდრებას საქართველოში. ეხლა რაც შეეხება საბაწმინდური ლავრის ტიპიკონი, სამონასტრო ტიპიკონის სრულყოფილი სახეა, რომელიც მე-6 საუკუნეში საბაგანწმინდებელმა დააარსა იერუსალიმიდან სულ ახლოს 18 კილომეტრში, როგორც გვაუწყებენ საბაწმინდის ლავრაში. შემდეგ, როდესაც ჯვაროსნული მოძრაობა დაიწყო და იერუსალიმი ფაქტიურად ჯვაროსნების მიერ იქნა დარბეული მე-11 საუკუნის ბოლოს და მე-12 საუკუნის დასაწყისში, იქ საბაწმინდის ლავრაში გაუსაძლისი პირობების შექმნის გამო დაიძრნენ ბერები ჩრდილოეთით და თავის შეაფარეს უკვე არსებულ სამონასტრო ცენტრებს. ეგ იყო კონსტანტინოპოლში სტუდიის ლავრა და ათონის მთაზე წმინდა ათონის მონასტრებში. შემოვიდნენ, თან შემოიტანეს რა თქმა უნდა თავისი ტიპიკონი და მოხდა ამ ორი სამონასტრო ტიპიკონების შერწყმა ერთმანეთთან. სტუდიის ლავრის ტიპიკონი ცოტა უფრო სწორხაზოვანი იყო, ფაქტიურად მას მთელი წლის მანძილზე არ ქონდა ღამისთების მსახურება, არ ქონდა პურის კურთხევა, არ ქონდა სადებლიანი მსახურება მწუხში, საწინასწარმეტყველებით ცისკარში სახარება და ასე შემდეგ, ყველა იყო თანაბარ რანგში. შეიძლება ითქვას გაწყობილი, მაგრამ საბაწმინდური ლავრის ტიპიკონი არის ულამაზესი ტიპიკონი, რომელსაც გააჩნია წმინდანთა 6 რანგის მსახურება. და აი ამ ტიპიკონს დაუდო საფუძველი და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიამ ფაქტურად მე-11 საუკუნის ბოლოს, მე-12 საუკუნის დასაწყისში შეერთა ეს ორი ტიპიკონი ერთმანეთს. და უნდა ითქვას, წმინდა დავით მეფემ უდიდესი სამსახური გაუწია ჩვენ ეკლესიას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მანამდე 3 საუკუნით ადრე წმინდა გრიგორ ხანძთელმა თავის ცხოვრებაში, გრიგორ ხანძთელის ცხოვრებაში ეს ნათლად ჩანს, რომ ერთი ძმა გაუშვა იერუსალიმში, იერუსალიმის ტიპიკონის ჩამოსატანა, თავად წაბრძანდა მოილოცა კონსტანტინოპოლი და კონსტანტინოპოლის ლავრის ტიპიკონები მოიტანა და ეს ორი ტიპიკონი ერთმანეთს შეაერთა, შეაკავშირა
კიდევ უფრო დაამძიმო ორ გიორგობას შორის, როგორც ვკითხულობთ ჩვენ წმინდა გრიგორ ხანძთელის ცხოვრებაში, ნოემბრის გიორგობიდან აპრილის გიორგობამდე კიდევ უფრო დაამატა ვიდრე მას იყენებდნენ საბაწმინდის ლავრაში თუ სტუდიის ლავრაში. ანუ ქართველებმა კიდევ უფრო დაამძიმეს, გაართულეს ტიპიკონი. და უნდა ითქვას, რომ სოფლიო ეკლესიას და სოფლიო ეკლესიის ასე ვთქვათ ხედვას 3 საუკუნით დაასწრო, დროს გაასწრო გრიგორ ხანძთელმა. და რაც გრიგორ ხანძთელმა გააკეთა ჯვაროსნული მოძრაობის შემდეგ მიიღო სოფლიო მართლმადიდებელმა ეკლესიამ, გააერთიანა ეს ორი უდიდესი ლავრის ტიპიკონი, საბაწმინდისა და სტუდიის ლავრისა, მაგრამ რადგან ძლიერი საბაწმინდური ტიპიკონი იყო, ამიტომ სახელად დარჩა მას საბაწმინდური ლავრის ტიპიკონი. რაც შეეხება ახლა ესე იგი ჩვენს შემთხვევაში წმინდა დავით აღმაშენებელმა ამ ტიპიკონთან ერთად ისე მოიწონა ტიპიკონი, რომ ფაქტიურად ძალიან შეისწავლა, როგორც ჩანს ფაქტის სახეზია და ფაქტიურად იმდენად შეისწავლა, რომ თავისი ბრწყინვალე ნაწარმოები გალობანის სინანულისალი, რომელსაც ჩვენ ფრაგმენტს ვხედავთ ახლა კედელზე, სწორედ ამ ტიპიკონის მიხედვით შეადგინა. უნდა ითქვას, რომ ჩვენ მის ცხოვრებაში ვხედავთ, რომ ძალიან კარგად იცოდა დავით აღმაშენებელმა წმინდა წერილი. მხოლოდ 1 წლის მანძილზე შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს, მაგრამ გარკვევით წერია ქართლის ცხოვრებაში მატიანეში, რომ 24 ჯერ წაიკითხა მთელი 60 სიკვდილო, რომელიც ძალიან დიდია მოცულობით და ამის გარდა ხო მთელი ქვეყანას მართავდა ერსაც და ეკლესიასაც და წარმოვიდგინოთ რაოდენ დიდი დატვირთვით კითხულობდა წმინდა წერილს. გალობანის სინანულისანი გვიჩვენებს, რომ ამ ზედმიწევნით კარგად იცოდა ძველი აღთქმა. უამრავი მაგალითი აქვს, უამრავი პიროვნებები აქვს დასახული, რომელსაც შეეშალა, მე უფრო მეტი შემეშალა, თუ ის შეიწყალე, მე შემიწყალე უფალო, ასე როგორც ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი, როგორც გავს ძალიან კარგად იცოდა ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი და აი იმის წაბაძვით შეიძლება ითქვას, იმის მსგავსად კაცმა დაგვიტოვა, მეფემ, დიდებულმა ადამიანმა დაგვიტოვა თავისი აღსარება. საქვეყნოდ შეიძლება ითქვას თავისი მთელი გავლილი ცხოვრების აღსარება და ამ ტიპიკონი რომ კარგად იცოდა, შეიძლება აღსარება დაერქვია მარტო ნეტარი ავგუსტინეს დარად აღსარება დაეტოვებია ნაწარმოები აღსარება, მაგრამ გალობანი რომ უწოდა, ცხადია მან უკვე კარგად იცოდა ცისკრის მთავარი ნაწილი, ცისკრის ხერხემალი შეიძლება ასე ითქვას, საცისკრო კანონი, რომელსაც ჩვენ უწოდებთ 9 გალობას, მამო თუ შეიძლება ცოტა ჩამოვჭიროთ ზემოთ ვანახოთ, რომ იწყება, ნახეთ, აწერია უგალობდიცა გალობა პირველი. აი გალობა პირველი, ხო? გადავიდეთ შემდგომზე 1 წუთით, მამო, და შემდეგ ესე იგი დანარჩენი გალობები საცისკრო კანონში ვამბობ ჩვენ არის 9 გალობა, მაგრამ სინამდვილეში მეორე გალობა გამოტოვებული, აგალობა პირველის მერე გადავდივართ გალობა მესამეზე. 9 გალობას უწოდებთ საცისკრო კანონს, სინამდვილეში არის 8 გალობა. მეორე გალობა იკითხება მხოლოდ დიდმარხვაში სამშაბათობით, სამსაგალობელში მეორე, მერვე, მე-9. ანუ წარმოიდგინეთ მე-12 საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა ეს უკვე იცოდა. მეორე გალობა გამოტოვა და პირველიდან პირდაპირ მესამეზე გადავიდა. ანუ ბოლო მესამე ფრაგმენტი ნახოთ, მამაო, და ბოლო გალობა არის უკვე მე-9. და რაც შეეხება ამათთან ერთად საინტერესო ის არის, რომ ჩვენ თითოეულ გალობაში ზოგადად ჰიმნოგრაფიული წესები ითვალისწინებდა, რომ პირველი ტროპარი არის ძლისპირი, რომელიც შემდგომ გალობაში წამოსულ ტროპებს 3 მიმართულებას ავალდებულებს, ასე ვთქვათ, რომ ძლისპირს უნდა ბაძავდეს გალობაში წამოსული ყველა ტროპარი თავისი შინაარსით, ერთი, ანუ სტრუქტურით, მე-4-ზე გადავიდეთ, მამო, სტრუქტურით და ამ სტრუქტურაში ნახეთ პირველი ეს უკვე სხვა ვარიანტია გალობანის სინანულისანი, რომელიც პავლე ინგოროყვას მიერ არის მოცემული. ნახეთ, პირველი ძლისპირია ესა სტროფი რომ აწერია, დანარჩენს ანტისტროფებად უწოდებს, ანუ ტროპებია დანარჩენი. და ნახეთ რა აუცილებელი მოთხოვნილება ქონდა ჰიმნოგრაფიაში საციცრო კანონის წერას. ბერძნები ასე წერდნენ. თარგმანში ეს იკარგებოდა, მაგრამ ქართველი ჰიმნოგრაფები რო წერდნენ, იონე მინჩხი, მიქაილ მოდრეკილი, დაუშვათ ეზრა, ყველა ასე წერდა. და აი ასე დაწერა დავით აღმაშენებელმაც. ნახეთ რა აუცილებელი წესი იყო, რამდენი სტრიქონიც იყო ძლისპირში. 1 2 3 4 5 6 სტრიქონია, ხო? ყველა ტროპარში უნდა ყოფილიყო 6 სტრიქონი.
რამდენი მარცვალიც იყო პირველ სტრიქონში? 7. ყველაში უნდა ყოფილიყო პირველ სტრიქონში 7. რამდენი მარცვალიც იყო მეორეში? დავუშვოთ 8. ყველა მეორე სტრიქონში, ყველა ტროპარში უნდა ყოფილიყო 8. მესამეში 14, ხო? მეოთხეში 8. ყველაში იგივე უნდა ყოფილიყო. ანუ ფაქტიურად ძლისპირი ავალდებულებდა ტროპრებს, შინაარსი განევცოთ, სტრუქტურა განევცოთ და მელოდია, რა მელოდიაშიც, რადონიშიოს სფეროა, რა მელოდიაშიც იგალობებოდა ძლისპირი იგივე მელოდიაში, იგივე ხმაში და იგივე ასე ვთქვათ მელოდიით უნდა შესრულებულიყო დანარჩენი სტროფები თითოეული გალობისა. ანუ დავით აღმაშენებელმა ფაქტიურად შექმნა უნიკალური ტიპიკონური სახე მისცა თავის აღსარებას და რასაც დიდი ჰიმნოგრაფები აკეთებდნენ ლიტურგიკის სფეროში და მწუხრის და ცისკრის საკითხებში, როგორც ისინი ქმნიდნენ საღვთისმსახურო ნაწარმოებებს, ასე მოგვცა თავისი აღსარება. და ეხლა კიდევ ერთი ნახეთ, საბაწმინდური ტიპიკონი ვთქვით, რომ რანგებს განიხილავს, ხო? ყველაზე მცირე რანგად ითვლება პირველი რანგი, ანუ მცირე წმიდის მსახურება. და ყველაზე მაღალი არის მე-6 რანგი 12-თაგანი დღესასწაულები მაცხოვრისა და ყოლაწმინდა ღვთისმშობლისა. და ყველაზე პატარა რანგი მცირე წმიდის მსახურება გულისხმობს ცისკარში 4 ტროპარს. და აი გალობანის სინანულისანი ყველა არის ძლისპირიანად 1, 2, 3, 4 ტროპარი. ანუ ჯამში ძლისპირიანად არის 4 ტროპარი. ანუ დავით აღმაშენებელმა განსხვავებით ანდრია კრიტელისაგან, ანდრია კრიტელის კანონი გიგანტურია, 250 ტროპრიანი კანონია, ხო, სინანულის დიდი კანონი. და მაცხოვრისა და ღვთისმშობლის დღესასწაულებს აქვს 14 ტროპარი და უშუალოდ მაცხოვრის დღესასწაულებს ზოგიერთ 16 ტროპარი. თავისი სათქმელი წმინდა მეფემ კნინობიჩი თავდაბლურად მხოლოდ პირველი რანგის განზომილებაში მოცა, ანუ 4 ტროპრად განა არ შეეძლო. 8 ტროპრიანს ვერ დაწერდა, რა თქმა უნდა დაწერდა თავისთავად ცხადია, ხო? მაგრამ თავი და იმ დაბლად შეიძლება ითქვას და 4 ტროპრიანი ესე იგი კანონი მოგვცა საცისკრო და რაც შეეხება კიდევ ერთს, ჩვენი ეკლესიის ტიპიკონის ანაბანას დონეზე წესრიგია ყოველი ტროპრების შემდეგ ბოლო ტროპარი ღვთისმშობლისაა. ყოველ 9 გალობაში, 9 გალობა, თითოეული გალობა რამდენ კანონადაც იყოფა. ყველა გალობის ბოლო ტროპარი ღვთისმშობლისაა. ნახოთ ანალოგიურად ყოლაწმინდა ღვთისმშობელს ეძღვნება ბოლო ტროპარი. ნახეთ ქალწულო, შორიდან ვერ ვკითხულობ და ასე შემდეგ ყველა ტროპარი ქალწულო ბრალეულთა თავსდებო, რომელმაც სიტყვაი განაზრქე ხორცითა და კრავისა მიწისაითა სიზრქე უსასოებისა გაამძარცვე დედაო, რათა მონანული შეგებდე შენ. ანუ აქაც დაიცვა ტიპიკონური მოთხოვნა წმინდა მეფემ და ყველა გალობა დაამთავრა ყოლაწმინდა ღვთისმშობლისადმი მიწყვნილი ტროპრით. ესეც საბაწმინდური ტიპიკონის აუცილებელი მოთხოვნაა და აუცილებელი ასე ვთქვათ სახია მისი. და რაც შეეხება კიდევ ურთულესია დაუპატარა ურთულესია კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ასე რითმი იკარგება, რა თქმა უნდა, გარითმული არ არის, მაგრამ მარცვალთა რაოდენობით წერა ურთულესი იქნებოდა მარტო გონებით რო წარმოვიდგინოთ. რამდენი სტრიქონიცაა, თითოეულ სტრიქონს თანაბარი არ აქვს მარცვალთა რაოდენობა და ყველა სტრიქონის შესაბამის სტრიქონი ყველა ტროპარში რო იმავე მარცვალთა რაოდენობას იჭერს და ტექსტი განსხვავებულია რასაკვირველი. და ბოლოს შეიძლება გადავიდეთ მომდევნოზე. აი უნიკალურია ეს ახლა პავლე ინგოროყვამ როგორც გავს ზოგიერთ შემთხვევაში ისე არის რომ მეორე გალობა გამოტოვებულია, პავლე ინგოროყვამ უნიკალური სახე მისცა, დიდებულად გვაჩვენა მარცვალთა რაოდენობით იდენტურობა ყველა ტროპრისა და ყველა ძლისპირისა და ტროპრის თითოეული შესაბამისი სტრიქონებისა, მაგრამ პავლე ინგოროყვამ მეორე გალობა ვერ გამოტოვა და პირველის მერე მესამეზე კი არ გადავიდა, მეორეზე გადავიდა და შესაბამისად ბოლო გალობა ჩვენ გვაქვს მე-9-ს ნაცვლად მე-8, რაც არასწორია, რასაკვირველია და მე-9-ის წინა გალობა მე-8 რომ უნდა იყოს, არის მე-7 და მინდა მივაქციოთ მე-7 გალობის ასე ვთქვათ ძლისპირის შემდეგ უკვე პირველ ტროპარს წმინდა მეფეს აბრალებდნენ ჩვენს წინა ეპოქაშიც საბჭოთა კავშირს გულისხმობ და წინა ხელისუფლების დროსაც
ტელევიზიით მე პირადად მოსმენილი მაქვს, როდესაც ამბობდნენ, იმეორებდნენ რა იმ კომუნისტების დროინდელ ასე რომ ვთქვათ მითებს იმის შესახებ, რომ წმინდა მეფე შედიოდა სინაგოგაში, წმინდა მეფე შედიოდა მეჩეთში და ლოცულობდა იქ იუდეველებთან თუ მაჰმადიანებთან ერთად. ნახოთ რა შესანიშნავია პირველი სტროფი, რომელიც ესე იგი ანტისტროფი, აი ეგა, ცოტა აწიე მამაო და არა ზემოთაწიე ცოტა ზემოთაწიე. აი რაღაცა თუ ესეთ გავწენ ყოველი გრძნობანი და ყოვლად ხრწნილება ვიქმე გარნა არაივე აღვიხენ მე ხელნი არცა დავდებ სასოიბაი ჩემი ღვთისამნორთ უცხოისა არცა უცხო თესლი ვყავს სარწმუნოება ის საწურთელ სულისა გარეშე მისა რომელ მასწავლის ღვთისმეტყველთა შენთა დიდებულად არის პასუხი გაცემული განა რა სინანული მისი სინანული ამოუწურავია ფაქტიურად და სამაგალითოა ჩვენთვის მოკვდავი ქრისტიანებისათვის ასე რომ ვთქვათ სამაგალითოა რომ მეფე ასეთ სინანულს განიცდის და ნახეთ რა საოცრად გადმოცემს რომ არასოდეს უცხო ღმერთისთვის დაყვანი არ უცია და არასოდეს მას არ განუდიდებია სხვა ღმერთი გარდა იმ ჭეშმარიტი ღმერთისა რომელსაც ჩვენი ღვთისმეტყველები გვასწავლიან და ვიდიდებენ ამით მაგალითი მოგცა ჩვენ წმინდა მეფემ სინანულისა და რასაკვირველია ვაჩვენა რა კარგად იცოდა წმინდა წერილიც და რა კარგად იცოდა ტიპიკონი და წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ ახლა ჩვენი ხელისუფლების პირობებში რომ ერი და ბერი როგორც მეფის დროს წმინდა მეფის დროს ყველა თამარის დროს ყველა ლოცულობდა ვერავინ დააგდებოდა ჩვენ რო ახლა ესე დავდგეთ ყველა ტაძარში და ვილოცოთ საერო და საეკლესიო ხელისუფლება რასაკვირველია ვლოცულობთ მაგრამ ერს გულისხმობ მაშინ ალბათ ყოველ წმინდა ღვთისმშობელი და წმინდა დავით მეფე ზემოდან შეეწება ჩვენხანს და ჩვენ ქვეყანას და არანაირი პრობლემა არ გვექნება ამ მიწიერ ცხოვრებაში და არც სულიერში მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის შევეცადე წარმომეჩინა რომ ტიპიკონს დაუდოს საფუძველი უდიდესი დამსახურება აქვს ტიპიკონის ფორმირებაში წმინდა მეფეს კითხვები თუ იქნება უპასუხო კითხვები ხომ არა გაქვთ? მადლობა. დიდი მადლობა მამა მიქაელ საინტერესო მოხსენებისათვის. გალობანის სინანულისანი ფილოლოგები დამეთანხმებიან ბატონო ავთანდილ მრავალი კუთხით არის შესწავლილი, მაგრამ ლიტურგიკული ელემენტები ხო ფაქტიურად ფილოლოგებს იშვიათად კი არა ფაქტურად არ არსებობს ისეთი სტატიის დონეზედაც კი სადაც ამ კუთხით იყოს განხილული და ამ კუთხით საინტერესო არის მამა მიქაელის კვლევა. შემდეგი მოხსენებელი გახლავთ გელათსასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი, ისტორიის დოქტორი ბატონი ლევან ტყეშელაშვილი. არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ბატონმა ლევანმა დავით აღმაშენებელს პერსონალური მონოგრაფია მიუძღვნა რომელიც გამოიცა 2019 წელს და ორი მონოგრაფია გელათის მონასტერს მიუძღვნა რომელიც გამოიცა ერთი 2007 წელში და მეორე 2024 წელში. Visi მოხსენება გახლავთ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი ღვთისმოშიში მონარქი. მოგესალმებით თქვენო მეუფება მამა ირაკლი პატივცემულო სტუმრებო მამებო სტუდენტებო ჩვენ ბუნებრივია დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის შემსწრენი ვართ შაბათს ჩვენმა ერმა და ეკლესიამ იზეიმა ჩვენი წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის იუბილე ეს არის მართლაც უდიდესი მოვლენა და რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ამოვწურავთ ვერც ერთი, ვერც ორი და ვერც რამდენიმე თვიანი კონფერენციებიც რომ ჩავატაროთ დავითის პიროვნებას ვერავინ ვერ შეძლებს რომ სრულად გადმოსცეს ის დამსახურება და ის ღვაწლი რაც ამ დიდებულ მეფეს და წმინდანს მიუძღვის და მე ჩემი მხრიდან ძალიან მოგრძალებული სახით მინდა ეს კონფერენციისთვის შევეცადე მე ძალიან მოკლედ ესე იგი დავით აღმაშენებლის მემატიანის მიხედვით დავითის გალობანის სინანულისანის და დავითის ორი ანდერძზე დაყნობით წარმომედგინა ის დავითის შინაგანი სამყარო რასაც ის განიცდიდა რა თქმა უნდა ეს ნაწილი არასრული მაგრამ
ძირითადად დავითის აზროვნება არის სუფთა ქრისტიანული, შემოსრული გულით და ის აი პირველი რაც ჩანს ძალიან კარგად ეს არის ღვთის მოშიშება. სხვათა შორის აღნიშნული კუთხით უთითებს ცხოვრების ავტორი და როგორც მიიჩნევენ ეს უნდა იყოს არსენ იყალთველი, რომ ის ფსალმუნის სიტყვებს ხმარობს დასაბამის სიბრძნისა შიში უფლის. აი ამ შიში უფლისა ეს იყო მთავარი თვისება წმინდა მეფის ცხოვრებაში, რითაც ის გამოირჩეოდა. მე შევეცდები რომ რეგლამენტში ჩავეტიო და ცოტა ჩქარ ტემპში მოგახსენებთ. ღვთისმსახურება, ანუ მამა მიქაელმა აღნიშნა ძალიან კარგად, რომ ღვთისმსახურებას ესწრებოდა თუას, მაგრამ იცოდა თავად და ღვთისმსახური მეფეც იყო. ღვთისმსახურებაში ძალიან ბევრი რამე მოიაზრება და ქრისტიანობის გამტკიცება. ქრისტიანობა ამ დროისათვის ჩვენთან უკვე 8 საუკუნის მინიმუმ 8 საუკუნის გამოცხადებულია ხომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, მაგრამ წმინდა მეფემ ქრისტეს ჯული აიყვანა ახალ ეტაპზე და მის მიერ დაარსებულ გელათის მონასტერში იმ საგანმანათლებლო უმაღლეს სასწავლებელში დაიწყო ქრისტიანობის მეცნიერული და ფილოსოფიური მიმართულებით შესწავლა. იმ დონეზე რომ დღესაც კი ჩვენ გვიჭირს იმ სიმაღლეს გავუსწოროთ თვალი. ეს არის უნიკალური და გელათის აკადემია იმ დროინდელი სოფლიოში ცნობილ კონსტანტინოპოლში დაფუძნებულ მანგანის აკადემიასაც არ დაუდევდა ტოლს. და არსენ იყალთველი იყო სწორედ მისი ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანი და ხო მხოლოდ ღვთის იმედზე ყოფნა. ძალიან ხშირია აი გნებავთ თავად მის ცხოვრებაში, გნებავთ გალობანის ტექსტში, მის ანდერძებში განსაკუთრებით, რომ დავითის მთავარი და უმთავრესი სასუება არის ღმერთი. და ის ყოველთვის ღმერთის მოიმედია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ის დავითი ამ ნაწარმოებებს გნებავთ გალობანი, გნებავთ შიომღვიმის ანდერძი და უკანასკნელი ანდერძი. სამივე ნაწარმოები და ცხოვრებაც არსენ იყალთველმა დაწერა გარდაცვალებამდე 1 ან 2 წლით ადრე. ანუ უკვე დავითს დიდგორიც მოგებული აქვს, დიდი მეფეა, სოფლიოში ცნობილი მეფეა, მაგრამ კიდევ უფრო თავმდაბალია წმინდა მეფე. ეს მართლაც წარმოუდგენლად დიდი სიმაღლეა და ძალიან ხშირად ბრძანებს წმინდა მეფე. მე ქვემოთ შემოგთავაზებთ მე იმ სიტყვებს. გარნა მართლად განბრჭო მართლსაჯულებამან ღვთისამან. დავითმა იცის და დარწმუნებულია და აღიარებს ამას, რომ ღმერთი არის მართლმსაჯული ყოველთვის, მაშინაც დღესაც ხვალაც და ამას არა მარტო აღიარებს, არამედ ეს წამს და ამას იზიარებს და ჩვენს გვასწავლის და გადმოგცემს და ღვთისადმი მადლიერება. აი ამ ნაწარმოებებით, ამ მართლაც შედევრებით დავითი ჩვენს გვასწავლის და ჩვენს მიგვითითებს ქრისტიანული თავმდაბლობისაკენ და რწმენისაკენ. შემდეგი საკუთარი უძლურების განცდა. ის როგორც თავმდაბალი ქრისტიანი ყოველთვის თავის მიღწევებს უარყოფს და მალავს. აი ყველგან შევხვდებით ჩვენ ამას. არასოდეს ის არ წარმოაჩენს, რომ მე გავიმარჯვე, ან მე მივაღწია, არა. ერთადერთი რასაც ის ბრძანებს არის ერთი რამ ახლად მოგებული მამული 8 წლითა ჩემითა და თქვენით. ანუ მან საქართველო გააერთიანა, გააძევა მტერი სელჯუკების და არაბების სახით და მერე უკვე დაიწყო არაქართული ტერიტორიების შემოერთება. მაგრამ ამასაც ცოდვათ უთვლის მის თავს. ანუ აქაც დავითის ღვთისმოშიშება უნდა დავინახოთ ჩვენ. და თავარი დედააზრი. აი ბოლოს აი მამა მიქაელმა აჩვენა თავის გამოსვლაში მეცხრე გალობა გალობანის როდესაც მეცხრე გალობა ხო ის ღვთისმშობლის სავედრებელი და აი ამ ბოლო ესე იგი აბზაცებში დავითი განსაკუთრებით მანამდეც განიცდის რომ ის გარდაიცვლება და წარსდგება უფალთან. ეს არის ხაზგასმა
და ძალიან აქცენტირებულად მსჯელობს ამ საკითხზე. აი სხვადასხვა ანდერძებში სხვათა შორის და რომ წარდგება მას მოუწევს ღმერთთან წარდგომა ადრე თუ გვიან როგორც ყველას და მისი მთავარი მიზანი ეს არის ღვთის სასუფეველის დამკვიდრება. ოდეში მე რამდენიმე მუხლად დავყავი და შემოგთავაზებთ ამასთან დაკავშირებით სწორედ ხო დაუდო შიში უფლისა შეიყვარა შეითვისა ნათარგმნი ძველნი და ახალნი და ეს არის საღვთო ლიტერატურა აი ვერ დაწერდა დავით აღმაშენებელი გალობანის სინანულისანს და ვერც თავის ანდერძებს რომ მას არ ქონოდა წინვალე განათლება და დავით აღმაშენებელი იმ საღვთისმეტყველო მიმართულებით არსენ იყალთველზე ნაკლებად არ მსჯელობს და არ აზროვნებს და საერთოდ სოფლიო მონარქებს შორის ქრისტიანები მყავს მე ქრისტიანი მონარქები მხედველობაში არ მგონია რომ რომელიმე მონარქს ასეთი შედევრი შეექმნა როგორიც დავითმა შექმნა შემდგომ მისთვის საზრდელ და სასმელ შვება და განცხრომა აი იყო ეს საღვთო ლიტერატურა საზრდო აი სულიერი საკვები იყო აი წიგნები რომლითაც ის გახდა აი ესე გამორჩეული საოცარ სიტყვებს ამბობს დავითის მემატიანე ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკსა ამას ჩვეულებრივ მეფეზე ვერ იტყვის ადამიანი და რეალურად გააკეთა ეს დავითმა და შეასაკუთრა ღმერთს ჯერ რა წყობაა როგორი შინაარსია როგორი ლამაზად არის მართლაც და წარმოუდგენელი და უდიდეს რამეს ამბობს რომ მოციქულობის მადლი მიიღო მან მოიღო მოციქულობის მადლი რატომ ქრისტეს ჯული გაავრცელა და მიიტანა იქ სადაც მარტო ქართველებში კი არა არაქართველებშიც ხო მათ შორის სომხების მართლმადიდებლობაზე მოქცევაც მოიწანა და პავლე მოციქულს და კონსტანტინე დიდსაც კი ადარებს ეს არ არის გადამეტებული აი ეს შეფასება იმიტომ რომ დავითი მართლაც ამ დიდი სიმაღლის მატარებელია მან აკრძალა ის არის ღვთისმსახური ხო წეხამ თქვით ჩვენ და ყოველგვარ უზნეობას და უწესრიგობას ცდილობს რომ აღკვეთოს ერში და როგორც ერში ისე ეკლესიაშიც და აი ნახეთ მან აკრძალა უკეთური სიმღერები სახეობანი განცხრომანი გინება ღვთისა საძულველი და აღმოფხვრა ყოველგვარი უწესობა ჯარში ვერ ვინ იკადრებდა სასულიერო დაში უწესოდ სვლას და ამის გარანტი თვითონ იყო რომ თავად იყო ქრისტიანული აღსარებლობის ნათელი მაგალითი და ამასთანავე განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდა მონასტრს ამიტომ დავითი არის ფაქტობრივად არა მარტო მეფე არამედ ქრისტიანი რომელიც არის მაგალითის მიმცემი ერის და არა მარტო იმ ეპოქას ჩვენს მაგალითს გვაძლევს წმინდა მეფე მადლობაი, ანუ მადლიერება, განსაკუთრებით ყველა ქრისტიანის ვალდებულებაა და აქაც ბრძანებს, თავად ეს მისი სიტყვებია, მადლობაი აღუარე დამბადებელსა ღმერთსა, იმიტომ რომ აი წეხან გითხარით მე ეს სიტყვები, მართლად გამჭო, მართლსაჯულობა ღვთისამან და ღმერთმაო უწოდაო, ნახეთ ესე რა, მიწოდა მე და უწოდა მაგას მეფობა. მანამდე ამბობს რომ მერწმუნა მე ღვთისაგან ანუ დავითი თავის მეფობას თავის იმ 36 წლიან პერიოდს და ყველაფერს ის მხოლოდ ღმერთმა ინება ასე რომ მეფობა ეწოდა თორემ თვითონ არ თulis ღირსად რომ ეს მეფობა ღმერთმა ინება ეს ანუ აქაც მის უაღრესად დიდ თავდავლობაზე უნდა ვთქვათ ეს არის უნიკალური ფრესკა გელათში ვიცი ჩვენ მე-16 საუკუნის ფრესკაა რომ განახლებული და მართლაც აი დავითი უკვე გარდაცვალების წინა პერიოდია ეს და აი გელათის მაკეტით ხელში უნიკალური მართლაც წარმოუდგენელი დიდი სიწმინდე გვაქვს ცოდვილნი რომელთაგან პირველი მე ვარ და ნახეთ ყველა თავის მიღწევას ის უარყოფს გალობანის სინანულისანში გნებავთ ანდერძებში ბძლო საწუთრომან ხეთსა ვემსკავსეს ჯულნი დავსთქუნენ წიგნისა წიგნში იგულისხმება ბიბლია წმინდა წერილი და დავითი არა კი არ დასთქუნა პირიქით განამტკიცა ქრისტიანობა და ახალ სიმაღლეზე აიყვანა მაგრამ
ის თავის ღვაწს ფარავს თლიანად იგნორს უკეთებს და ამით ჩვენ მე მგონი თვითონ ჩვენთაგანს გვაძლევს მაგალითს და და ეს არის ერთ-ერთი ბოლო აბზაცები, როდესაც დავითი ეხლა ჩვენ ეს მონოგრაფიაშიც გვაქვს შირვანის ლაშქრობა, როცა დაგეგმა 1124-ში აი იქ წერს ამ სიტყვებს, იქ შიომღვიმის ანდერძით შეადგინა მან და ის ავადმყოფობს უკვე როგორც ჩანს. ნუ ჩვენი ვარაუდით და არა მარტო ჩვენი გული აწუხებდა დავითს და თუ ინებოს ღმერთმან ჩემი შემოქცევაი და უკეთეს შევადგენო, ნუ მე აგრძელებს. აქაც ღვთის მოიმედია, დავითი არ ამბობს რომ მე გაიმარჯვა, თუმცა და გამარჯვებული ჩამოდის, მაგრამ მაინც ღმერთს მიანდობს ამ საქმეს. თუ ღირს ყოლ ღმერთმან ენკენიობაი მისი ვიხილო. ამას შიომღვიმის მონასტერზე ამბობს რომ მის კურთხევას თუ ვიხილავ. იმიტომ შიომღვიმის ახალი ტაძარი ააგო ღვთისმშობლის სახელზე ისე როგორც გელათი. და ეს არის მართლაც ეს არის გენია დავით აღმაშენებლის. აი ეს სიტყვები მამა მიქაელმაც წარმოადგინათ ეხან ზარი მეფობისა წარხდეს და დიდება დაშტეს შვებანი შეცდომა იქმენ ყვავილოვნება დაჭნეს სხვამან მიიღოს სკიპტრაი სხვასა შეუდგეს სპანი მაშინ შემიწყალე მე მსაჯულო ჩემო იესო ღმერთო. აქ რა თქმა უნდა იგულისხმება რომ დავითი როცა გავა წუთისოფლიდან და წარს დგება უფალთან მაშინ ის ითხოვს ჩვენი ყველასთვის მთავარი მსაჯულისგან შეწევნას და შეწყალებას იესოსაგან. მაგრამ ქალბატონმა ლაურა გრიგოლაშვილმა აი ამ სხვამან აქ იგულისხმა რომ ეს სხვამან არის ანტიქრისტე. და მეორედ მოსვლის ჟამს რო საბოლოო განკითხვა მოხდება, აი იმაზეა საუბარი სწორედ. და არა თუ თავის პერიოდსაც გულისხმობს მის უშუალო, მაგრამ საბოლოო განკითხვას გულისხმობს და აი ამ სხვაშიო აქ ძალიან კარგად აქვს ახსნილი აღარ შეუდგები მე ხა გაგრძელებას, იმიტომ შორს წავალთ და აი ბოლოს განრაიღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა და მე ქედადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად საჯული მართლად სჯიდე. აქაც ის აღიარებს ღვთის სამართლიანობას, რომ ღმერთი ყოველთვის სამართლიანია და ღმერთი ყოველთვის სწორად აკეთებს, აღასრულებს და დავითი აქაც ქედადრეკილად წარმოგვიდგება ჩვენ. არსად ნიშანწყალი ამპარტავნებისა და თავისი მიღწევებისა ერთი ნიშანწყალიც კი არ ჩანს და უდიდესი პატივისგება და სიყვარული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი რაც გააჩნდა წმინდა მეფეს ჩვენ რაც ეხა პარასკევს მუზეუმში იყო იქ ბატონი ზაზა აბაშიძე და იქაც ჰქონდა მე მოხსენება და იქ აღნიშნეთ იქაც ასევე რომ ყველა ტაძარი რომელიც ვიცით ჩვენ რომ დავით აღმაშენებელმა რომელიც კი ააგო გელათი შიომღვიმე სინასთაზე კახეთში თუ ყველგან ნუ რომლებიც ვიცით ყველა არის ღვთისმშობლის სახელობის. ხახული გადმოაბრძანა სამხრეთ საქართველოსთან გელათში დააბრძანა. გელათის მოზაიკა რუსუდან ყენიას აზრით სწორედ დავითის დროს დაიწყო ის უნიკალური მოზაიკის მშენებლობა და არა უხილავს ზესა ქალწული დედა თვინიერ შენსა. ამით რა თქმა უნდა დავითი აღიარებს ღვთისმშობელს და ამასთანავე მის უბიწოებას ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სწავლებას დოგმატებს და გვასწავლის ჩვენც რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილთომილი ქვეყანა ვართ და განსაკუთრებული პატივისგებით უნდა ვიყოთ ღვთისმშობლის მიმართ განწყობილი და არცა ჩამოდნად ბრალეულსა ნათელი მისი გარდა მეოხებითა შენითა ის იმედოვნებს რომ ღვთისმშობლის მეოხებით იხილავს სწორედ იესო ქრისტეს ნათელს, მისი ძის ნათელს და აი ამით უნდა ავხსნათ ჩვენ რომ ღვთისმშობლის მოზაიკა თუ ხახულის ღვთისმშობლის მოჭედვა რომელიც უნიკალური არის მართლაც მთელ სოფლიოში, მთელ ქრისტიანულ სამყაროში და მისმა შვილმა, მისმა ძემ აღასრულა ცოტა მოგვიანებით და იხილავს ის ნათელსა ზესთა საუკუნეთასა. ეს არის წარმოუდგენელი სარწმუნოება და ღვთისმოშიშება, რომ მისი აზრი, მისი გონება არის სწორედ
იმ წუთის სოფელზე ღმერთთან წარდგომაზე და მარადიულ ცხოვრებაზე. და უკანასკნელი ვედრება წმინდა მეფისა და ეს მე მგონი ყველა ქართველმა უნდა ვიცოდეთ. მოიხსენეთ ვედრი ჩემი და ნუოდეს დამივიწყებთ დავითს. მხოლოდ ეს ერთადერთი რამ და ძალიან მარტივი რამ გთხოვა ქართველებს. არაფერი უთხოვია, ყველაფერი გაგვიკეთა ჩვენ, მაგრამ აი ეს მარტივი რამ და დღეს სწორედ 900 წლის იუბილეზე ჩვენ გვაქვს წინვალე შესაძლებლობა რომ მინიმუმ ეს მაინც დავიმახსოვროთ. ეხლა ბევრმა თქვენთაგანმა იცის, რა თქმა უნდა, მაგრამ ვინც არ იცის, ვინც მე პედაგოგიამ სასულიერო პირი ბრძანდებით თუ ასე შემდეგ, მომავალი სასულიერო პირები თქვენზე არის სწორედ ეს ვალდებულება ყველა ჩვენთაგანზე რომ ჩვენ დავითის სახელი და მისი ქრისტიანული ცხოვრება თავდადება უნდა გვახსოვდეს აცდამარადის და აი ეს არის მისი შემოქმედების მართლაც წინვალე უწმინდესი ჩვენი სამეფოს საძვალე მეორე იერუსალიმი სხვა ათინა სადაც მან იმ მოკრძალებაზე მეტყველებს რომ იმ სამხრეთ კარიბჭეში უბრალო ეკლარის ქვის ქვეშ განისვენა სადაც აი იმ საფლავის ქვას ამშვენებს აი ეს 131 ფსალმუნის სიტყვები ესე არის განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე და საოცარი რა არის აი ეს წითელი ფერი ეს მუქი ფერი რასაც ხედავთ თქვენ ეს არის ოსმალთაგან დამწვარი 1510 წლის კვალი და ქვა დაზიანებული აი აქ არის ყველაზე დიდი დაზიანება გადახსნილიც არის და ჩვენ იქ ბატონი როლანდი იყო, აგერ მეუფე ბრძანდება და რა თქმა უნდა ეკლესია ყოველთვის მომხრია და პირიქით ხელისუფლებას მოუწოდებს ყოველთვის ბატონი ზაზაც იყო აბაშიძეც რომ ძეგთა დაცვამ და შესაბამისმა სამსახურებმა სამომავლოდ აი ამ საფლავის ქვაზეც იზრუნონ რომ მომავალის დაზიანება არ გაგრძელდეს და დამუშავდეს სპეციალურად და შემდგომ შეიმინოს და ფეხით ნუ გაივლის ზეთ ის ადამიანები ვინც არ იცის და ანა კალანდაძე კარგია წაკითხო მაგრამ ჯერ წავიკითხოთ დავითის გალობანი სინანულისანი და ქართლის ცხოვრება და მერე ანა კალანდაძე ასე რომ ეს იყო ჩემი მოხსენება მადლობთ ყურადღებისათვის კითხვები ხომ არ გექნებათ მადლობა დიდი მადლობა თითოეულ მომხსენებელს საინტერესო თემებისათვის. ბოლო მომხსენებელი გახლავართ მე. ჩემი მოხსენების თემა არის რუის-ურნისის საეკლესიო კრება. მოგეხსენებათ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია და მათ შორის საქართველოს ეკლესიის ისტორია არაერთ კრებას იცნობს, რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო სხვადასხვა საუკუნეში იქნა მოწვეული და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დავით აღმაშენებლის მრავალმხრივ ცხოვრებასა და მოღვაწეობაში სწორედ გახდათ დიდი საეკლესიო კრების მოწვევა და დიდი ივანე ჯავახიშვილის სწორედ ერთ-ერთ უპირველეს ნაბიჯად კრების ამ სახით გამართვას მიიჩნევს დავითის მრავალმხრივ მოღვაწეობაში. ესე იგი, რამოდენიმე საკითხი გამოვყავი, მოგეხსენებათ რუის-ურნისის საეკლესიო კრება რო განვიხილოთ, საკმაოდ დიდი დრო ჭირდება ამას და რამოდენიმე კანონს შევეხები, მაგრამ რომელი თემები მინდა, მაგალითად კრების მოწვევის ინიციატორი, კრების მოწვევის მიზეზები, კრების თარიღის საკითხიც განსხვავებულად არის სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე მოცემული მკვლევართა შორის, კრების გამართვის ადგილთან დაკავშირებითაც არის სხვადასხვა მოსაზრებები. რუის-ურნისის ძეგლის დების შედგენილობასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა მოსაზრებები აქვს ქართველ ისტორიკოსებს, კრებაში მონაწილე სასულიერო და საერო პირები და კრებაზე მიღებული განსაზღვრებები, ანუ ზოგიერთი მკვლევარი მუხლებად იხსენიებს, ზოგიერთი მკვლევარი კანონებად იხსენიებს და რაოდენობრივათაც განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს. თვითონ ვინ იყო კრების მოწვევის ინიციატორი ძალიან კარგად ჩანს კრების ძეგლის დებიდან წმიდისა და ღვთივშეკრებელისა კრებისა რომელიც შემოკრიბა ბრძანებითა და კეთილად მსახურისა და ღვთივდაცულისა ჩვენისა დავით აფხაზთა ქართველთა რანთა და კახთა მეფისასა. აქედანაც ძალიან კარგად ჩანს რომ როგორც ბიზანტიის იმპერიაში სხვადასხვა კრება სწორედ
ბიზანტიის იმპერატორთა მიერ იქნა მოწვეული და ამას მსოფლიო კრებების ეკლესიის ისტორია თუ ადგილობრივი კრებების ეკლესიის ისტორია ნათლად გვიდასტურებს, ასევე გახდა სწორედ დავით აღმაშენებელი. ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირ შემთხვევაში სამეცნიერო ლიტერატურაშიდაც კი საერო ისტორიკოსები რაღაც ძალიან განსაკუთრებულ მოვლენად მიიჩნევენ კრების მოწვევას და კრებების მოწვევა, ვინც იცნობს ეკლესიის ისტორიას, ძალიან ჩვეულებრივი რამ იყო ამა თუ იმ ქვეყანაში და ამ შემთხვევაში უკვე საკმაოდ გვიანი პერიოდი არის ისტორიისთვის, პირველი საუკუნიდან რომ მოვყვეთ საქართველოში, არაერთი კრება არის გამართული. განსაკუთრებულობა ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ დავით აღმაშენებლამდე ჩატარებულ კრებებზე ჩვენ ფუნდამენტური ცნობები, აი თუნდაც რა საკითხები იქნა განხილული და ასეთი მასშტაბური ცნობები არ გაგვაჩნია. ამიტომ დავით აღმაშენებელი იყო სწორედ გამგრძელებელი, შეიძლება ითქვას, ეკლესიის აი წინამორბედი ისტორიისა და იდეა იყო სწორედ მისი, რომ ეკლესიაში და ქვეყანაში არსებული იმჟამინდელი მდგომარეობა გამოსწორებულიყო, იმიტომ რომ საეკლესიო კანონმდებლობა, რომელსაც ეხება უშუალოდ რუისურნის საეკლესიო კრება, არ ახალი არის ზოგადად მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში. იმიტომ რომ პარალელები რომ გავავლოთ ჩვენ კანონები, რომელიც ახლა მე წარმოვადგენ შემდგომ აქ მსოფლიო და ადგილობრივ კრებებს საუკუნეების წინ უკვე ნამჟელი აქვთ ამ პრობლემებზე და საქართველოს განსაკუთრებული ამ კუთხით არ იყო, რომ რაღაც ისეთი არ იყო ჩვენთან გავრცელებული, რაც მანამდე სხვა ადგილობრივ ეკლესიებს შეიძლება ითქვას არ აწუხებდათ. აი მიზეზები შეიძლება ასეთნაირად წარმოვადგინოთ, აი იერარქიის წარმომავლობასთან დაკავშირებული საკითხი. იმიტომ რომ დიდი ყურადღება ექცეოდა ამ დროს, რომ იერარქიაში ყოფილიყო მაღალ იერარქიაზე განსაკუთრებით აი სამღვდელმთავრო კათედრები ქონოდა დაკავებული ისეთ მღვდელმთავრებს, რომლებიც დაწინაურებული იყვნენ გვარიშვილობით, ხო? ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ იყო, სხვა ქვეყნებშიც ხდება ჩვენ მსგავსი პრობლემა, მაგრამ ამ შემთხვევაში დავით აღმაშენებელი და მისი თანამედროვე სასულიერო იერარქია მიიჩნევდა, რომ ეს საკითხიც ეკლესიაში მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო. ვერცხლის მოყვარეობა, სასულიერო პირთა მიერ ხალხის მიმართ უპატივცემულობა, მათზე ზრუნვის უგულებელყოფა, გაუნათლებლობა და ღვთისმოშიშების არქონა, უზნეობა, საეკლესიო წესების უხეში დარღვევა, უღირსთა გაძევება და ღირსეულთა დაწინაურება უკვე შედეგი იყო, შეიძლება ითქვას, რუისურნის საეკლესიო კრებისა. დროში მინდა რომ ჩავეტიო და მამა ვგთხოვთ რომ შემახსენოთ კრების გამართვის თარიღთან დაკავშირებით, აი მე ახლა აქ 7 მოსაზრება მაქვს წარმოდგენილი სამეცნიერო ლიტერატურიდან, ძირითადად მაინც გავრცელებული არის ეს სამი თარიღი 1103, 4 და 5 წლები, აი ვახუშტი ბაგრატიონი მაგალითად 1103 წელს ასახელებს ქართლის ცხოვრებაში, ენრიკო გავიძაშვილი 1105 წელს ასახელებს, როინ მეტრეველი 1104 წელს ასახელებს, მიტროპოლიტი ანანია 1103 ან 1104 წელი არის, დავით ჩიკვაიძე 1103 წელი არის, ბატონი ლევანი 1104 წელს ასახელებს და უფრო გავრცელებული არის 1103 წელი. ნუ ყველა მეცნიერს თავისი არგუმენტები გააჩნია ამასთან დაკავშირებით, თუ რომელ წელს ზუსტი თარიღი წყაროში ჩვენ არ გაგვაჩნია რუისურნისის კრების მოწვევასთან დაკავშირებით. კრების გამართვის ადგილის შესახებაც ასევე ჩვენ წყაროში არ აქვს ზუსტი ცნობა მოცემული, თვითონ მემატიანე როგორც ასეთი არ ასახელებს კრების გამართვის ადგილს, თეთროჟორდანიას აზრის კრება ჩატარდა რუისურნისის შუამინდორზე და მიხეილ საბინინი წერს, რომ შემოკრება კრება ღვთისმოყვარეთა ეპისკოპოსთა სანახებთა ქართლისათა მახლობელად ორთა საეპისკოპოსოთა რუისისა და ურბნისისა. ანუ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ დავუშვათ ღევანდელი რუისის საკათედრო ტაძარი ან ურბნისის საკათედრო ტაძარი იყო ის ადგილები, სადაც კრება გაიმართა. ამ მიდამოებში გაიმართა. რატომ გაიმართა? ეს კიდე სხვა საკითხი არის, არის ასეთი მოსაზრება, რომ დავუშვათ ისტორიკოსთა შორის რომ მცხეთაში უნდა გამართულიყო და იმდროინდელი პოლიტიკური ისტორიული მოცემულობა არ იძლეოდა დაპყრობის გამო ამის საშუალებას რომ მცხეთაში გამართულიყო მაჰმადიანთა დაპყრობის გამო და ამიტომ მეფე მიიჩნია ყველაზე ხელსაყრელ ადგილად შეიძლება ითქვას ეს ტერიტორია. კრებას ესწრებოდა თუ არა თვითონ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი. ამასთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, თუ გავითვალისწინებთ ზოგადად საეკლესიო ისტორიის მსოფლიო ეკლესიის გამოცდილებას, მსოფლიო კრებებზედაც კი თვითონ იმპერატორები როცა იწვევდნენ ხოლმე კრებას ხსნიდნენ, თვითონ ან დასკვნით ნაწილს ესწრებოდნენ, ხშირ შემთხვევაში პირადად არ მონაწილეობდნენ კრებაში, ამასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ არის ისეთი ფაქტები დაფიქსირებული, სადაც რომელიმე ხტომას ეწვევდნენ, სიტყვებიც არის ხოლმე წარმოთქმული და
მიიჩნევს ზოგიერთი ნაწილი, აი მაგალითად ქართლის ცხოვრებაშიდაც არის მოცემული ვახუშტის ცნობა, რომ ის ესწრებოდა როგორც ასეთი ამ კრებას არა ვითარცა მეფი, არამედ ვითარცა მონა. ანუ როგორც ასეთი სიმდაბლე არის წარმოჩენილი. დავით აღმაშენებელი ამ შემთხვევაში ანუ რაღაც ზეგავლენას არ ახდენდა კრებაზე. ამის თქმა შეიძლება აქედან გამომდინარე. თვითონ კრების მონაწილეთა შესახებაც რამოდენიმე სიტყვით მინდა აღნიშნო, ვინ მონაწილეობდა სასულიერო პირთაგან ამ კრებაში. მონაწილეობდა როგორც აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო დასი, ასევე დასავლეთ საქართველოს საეკლესიო დასი. ნუ თვითონ ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში მწირი ცნობები ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რამოდენიმე სასულიერო პირი არის სულ დასახელებული კრების მონაწილეთა შორის და მიიჩნევა მკვლევართაგან, რომ ესე იგი ხელმძღვანელი კრების უშუალოდ უნდა ყოფილიყო ქართლის კათოლიკოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქადაც არის მოხსენიებული კათოლიკოსი იოანე და თვითონ ციტატას თუ ნახავთ, პირდაპირ წერია თავდაწინამძღვარ წმინდი სამის კრებისა იყო იოვანე, ყოვლად ღირსი მთავარეპისკოპოსი, კათოლიკოსი და ყოვლისა საქართველოსისა დიდი მამამთავარი. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასავლეთ საქართველოსაც ყავდა ამ დროს კათოლიკოსი და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსად მიჩნეული არის ერთ-ერთი სახელი, ვისიც რამოდენიმე სახელთა შორის იხსენიება ევსტატი, ხო ლევან, რომელიც არ არის იქ დასახელებული როგორც კათოლიკოსი, მაგრამ როგორც ასეთი სახელთა შორის მოხსენიებული და მიიჩნევა ნაწილი ისტორიკოსებისა ყოველ შემთხვევაში დასავლეთის კათოლიკოსად მოიაზრებს. ძეგლის წერის დაყოფას თვითონ რაც შეეხება, ამაზედაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მე მხოლოდ ამ შემთხვევაში შემოვიფარგლები ორი ისტორიკოსით, ნუ კორნელი კეკელიძე ამ შემთხვევაში როგორც ისტორიკოსი, როგორც მკვლევარი, როგორც ფილოლოგი, ასეთაც გვევლინება, როგორც ლიტურგისტი, ასევე დიდი. ივანე ჯავახიშვილი მაგალითად 4 ნაწილად ყოფს ძეგლის წერას, კეკელიძე 3 ნაწილად ყოფს ძეგლის წერას. ხა თემატურად როგორ შეიძლება დავაჯგუფოთ ჩვენ კანონები, მუხლები, რომელიც მიიღო უშუალოდ რუის ურნისის საეკლესიო კრებამ. ეხება უშუალოდ ღვთისმსახურებას, აი აქ შეიძლება გამოვყოთ და დავაკონკრეტოთ საღვთო ლიტურგია, საიდუმლოებები, მღვდელმოქმედებები, ტიპიკონზე მამა მიქაელმა მოგახსენათ, ბატონმა ლევანმაც ისაუბრა. აი მაგალითად ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებით, რომ გამოვყოთ, აი მე-7 და მე-15 კანონი ეხება უშუალოდ ნათლისღების საიდუმლოს. მე-7 კანონით აიკრძალა ეკლესიის გარეთ ნათლობა. ნუ აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ტრადიცია, როცა ეკლესიის მიღმა სრულდება ნათლობა, მაგრამ ეთყობა გავრცელებული იყო ისეთი წესები, ლიტურგიკული წესები, როცა ნათლავდნენ ეკლესიის მიღმა. დადგინდა, რომ ნათლისღების საიდუმლო უნდა შესრულდეს ტაძარში. ეხლა ბევრი კითხვა შეიძლება წამოვიდეს ამასთან დაკავშირებით. კიდევ ვიმეორებ, რომ რუის ურნისის საეკლესიო ძეგლისდების კანონები პარალელურ რეჟიმში უნდა განვიხილოთ ჩვენ მსოფლიო და ადგილობრივი კრების კანონებთან ერთად. აქ ეხლა მამა ბესარიონი ძანდება, ხო? და პირდაპირ, ესე იგი, მამა დამეთანხმებით ალბათ, რომ კანონები გვაქვს ჩვენ, რომელიც სრულად თანხმობაში არის. ამიტომ მხოლოდ ამით ვერ შემოვიფარგლებით, ან უფრო ცლად თუ განვარცხოთ ამ თემებს, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება ამ შემთხვევაში საეკლესიო სამართლის და ლიტურგიკული კუთხითაც. მე-15 კანონი ეხება მაგალითად იმ სომხებს, რომლებიც ესე იგი მოიქცნენ მართლმადიდებლობაზე, დაგმეს მონოფიზიტობა და კანონის მიხედვით ესე იგი მათი თავიდან ნათლობა არის განჩინებული ამ შემთხვევაში. აი დიდი ჯულის კანონიდან არის აქ ციტატა მოხმობილი, თუ ვიეთ წვალებელთაგან მორაივიდოდეს მართლმადიდებლობას, სრული ნათლისმცემი მიეცემის. აი ქორწინებასთან დაკავშირებითაც გავაერთიანე მე თემატურად რამდენიმე კანონი არსებობს, ანუ ლიტურგიკულ საკითხებს მაინც რომ შევეხო. აი მე-7 კანონით აკრძალული არის მაგალითად მღვდელმონაზონს ეკრძალება გვირგვინის კურთხევა, ანუ ჯვრისწერა. ხლა იცით რომ თანამედროვეობაში ეს პრაქტიკაში მიღებული არის საქართველოს ეკლესიაშიდაც და ალბათ სხვა ადგილობრივ ეკლესიებშიდაც, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს კანონი ამას განაჩინებს. მე-8 კანონით ჯვარდაწერილთ იმავე დღეს ეძლეოდა ზიარების უფლება, თუ რაიმე სხვა მხრივ არ იყვნენ განკანონებულნი. მე-10 კანონით აიკრძალა ჩვილ ქალვაშთა ქორწინება, ჯვრისწერა და ფაქტიურად ისტორიიდან ცნობილი არის, რომ იყო შემთხვევები, როდესაც საკმაოდ დაბალ ასაკში ხდებოდა ქორწინება და მათ შორის ჯვრისწერის წესიც. ეს მე-20 საუკუნის დოკუმენტებშიდაც ხდება ჩვენ, როცა მაგალითად დაბალ ასაკში მღვდელი წერდა და რაღაც ეპისკოპოსები ღებულობდნენ განკანონებას მღვდლისადმი, მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ საკმაოდ დაბალი ასაკი არის დასახელებული,
კანონით ესე იგი ქალს მიეცა უფლება რომ 12 წლის ასაკში უკვე მომხდარიყო. ნუ აქაც ახლა ორგვარი მიდგომა არსებობს, საუბარი არის წინდობაზე, რომ დაიწინდებოდა დაბალ ასაკში, მშობლებს ეძლეოდათ ამის უფლება და შემდეგ უკვე რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ჯვრისწერის ნებას ხვთავდნენ მას. მე-16 კანონით დაიგრძალა მაგალითად მართლმადიდებელი ადამიანის დაქორწინება მწვალებელთან, ანუ წარმართთან. იქ ძალიან კარგად არის რომ არ შეიძლება ნათელი და ბნელი ერთად იყოსო, პირდაპირ კანონში ესე არის მოცემული. მე-17 კანონით აიგრძალა ძალიან უცნაური წესი, ადრედაც გვიხსენებია ჩვენ ეს გამოსვლებზე აქ, აიგრძალა იმჟამად გავრცელებული ძალიან უცნაური წესი, როდესაც ესე იგი ჯვარს იწერდნენ ადამიანები და ქალ-ვაჟი ესე იგი იმყოფებოდა სხვადასხვა ადგილას. აი, უფრო გასაგები რო იყოს სტუდენტებისთვის, რო წარმოვიდგინოთ, აი სურთ ქორწინება ქალ-ვაჟს და ერთი იმყოფება მაგალითად ბაგრატის ტაძარზე, მისული არის ვაჟი და მანდილოსანი ქალი არის გელათის მონასტერში, გელათის ტაძარში, ხო? და სხვადასხვა ადამიანი დგებოდა მათთან. სხვადასხვა ადამიანი დგებოდა მათთან. ესე იგი, და არადა მღვდელი ლოცვებს, როდესაც წარმოთქვამდა, ნამდვილად ვინც შეუღლდებოდა, აი იმათ სახელებს იხსენიებდა და ესეც აიკრძალა, ესე იგი, ამ კანონის მიხედვით. მღვდლობის საიდუმლოსთან დაკავშირებითაც გავაერთიანე მე თემატურად ეს კანონები. მეორე კანონით განისაზღვრა ასაკობრივი ზღვარი. მოცემული არის კანდიდატის ასაკი, დიაკონი 25 წელი, მღვდელი 30 წელი, ეპისკოპოსი 35 წელი. დიდი ჯვრის კანონი პირდაპირ არ ეხება ამ ასაკობრივ ზღვარს, მაგრამ შემდგომში მოგვიანებით იუსტინიანეს კანონებში არის მსგავსი განმარტება, როგორც ასეთი. ესეც ძალიან კარგი მიდგომა იყო ამ შემთხვევაში და ეს გათვალისწინებული არის შემდგომში უკვე საქართველოს მართვა-გამგეობის დებულებითაც კი, მაგრამ ეკლესიის ისტორიამ, როგორც საქართველოს ეკლესიის ისტორიამ, ასევე მსოფლიო ეკლესიის ისტორიამ გამონაკლისი შემთხვევები რასაკვირველია იცის. აუცილებლობის შემთხვევაში რომ ეს ასაკობრივი ზღვარი დარღვეული იყო. მესამე კანონით აიკრძალა ერთსა და იმავე დღეს ხელდასხმა ერთი ადამიანისა წიგნის კითხველად, იპოდიაკვნად, დიაკვნად, მდლად და ეპისკოპოსად. მეხუთე კანონით აიკრძალა ყოველგვარი ქთამის გაცემა და მიღება ხელდასხმის საფასურად, ანუ სიმონიის სოდვა. ნუ ასევე ეხება კანონები ეკლესიის კურთხევას, მირონის კურთხევას, წიგნის კითხველად დადგენის წერთან დაკავშირებითაც მაგალითად 8 წელი არის განსაზღვრული, მაგრამ ამაზე სხვადასხვა მოსაზრებები აქვს. მკვლევარებს ზოგიერთი მიიჩნევს, რომ 18 წელი უნდა იყოს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ 8 წელით შესაძლებელი არის რაღაც დონეზე. ხა 8 წლის ჩვენ მყავს ადამიანები, ვინც რაღაც დონეზე ძველ ქართულს ფლობს და რაღაც შეიძლება იკითხებოდა, თუმცა სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს აქ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის გავრცელებული ყოფილა, როდესაც ესე იგი არა მონაზონთა დასის წარმომადგენელ მღვდელს ქონდა თურმე ესე იგი უფლება რომ უფლება არა უფრო დარღვევად იყო მიჩნეული რომ მონაზონა დახვეცის, ანუ მონაზონა დახვეცა თანამედროვე ტიპიკონით და ზოგადად სოფლიო ეკლესიის პრაქტიკით მოგხსენებათ მხოლოდ მონაზონს შეუძლია, ხო? მღვდელ მონაზონს, არქიმანდრიტს და ასე შემდეგ და ესეც აიკრძალა. ანუ თეთრ მღვდელს, რომ ვთქვათ, მარტივად აიკრძალა მონაზონად კურთხევა. ნუ ჟამის წირვაც ასევე დამახინჯებულად ყოფილა რიგ ადგილებში ერთსა და იმავე საკურთხეველზე ხდებოდა როგორც ჩანს დღეში რამდენჯერმე ჟამის წირვის შესრულება და ეს აკრძალა რუისურნისის კრებამ. თუ პარალელს გავავლებთ ჩვენ აი დასავლეთის ეკლესიაში, კათოლიკურ ეკლესიაში დღეს ერთსა და იმავე საკურთხეველში დღეში რამდენჯერმე დღესაც სრულდება ჟამის წირვა და რუისურნისის კრებით ჩვენთან ეს რა თქმა უნდა აკრძალული გახლავთ. ნუ აქ მონასტრებსაც ეხება, ამიტომ ყველა საკითხს ახლა ვერ გავივლით. ბოლო საკითხი, რასაც ასევე მინდა შევეხო, დღეს ძალიან აქტუალური არის მსოფლიოში, ეს არის სოდომური ცოდვა და საოცრად არის აქ ძალიან დიდი ბუხლი არის აქ მოცემული, შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით და ეს ცოდვა დაგმობილი არის, საშინლად არის წარმოჩენილი ღვთის მოძაგებულისა, მის და ღვთის გამამწარებელისა, ცოდვათა უბილწესისა, საძაგელისა, სოდომელთაისა. იქ მოხმობილი არის ძველი აღთქმის სოდომელთა ფაქტები, ძველი აღთქმიდან წმინდა წერილიდან, თუ როგორ მოხდა დასჯა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ ცოდვაში იმყოფებოდნენ და საოცრად არის მოცემული, რომ რომლისაი არა უწყით, თუ ვით არ შეეთვისა იგი უბადრუქს ამას ნათესავსა და სრულიად განაშორა და უცხოპნა ღვთისაგან. აი საოცრად არის აქ წარმოჩენილი. თვითონ ამ დაყოფასთან დაკავშირებითაც ორიოდე სიტყვით ვიტყვი, მუხლობრივი დაყოფა არის სხვადასხვანაირი. დღესაც სტუდენტები კითხულობდნენ და ვიტყვი რომ
ზოგიერთ ავტორთან 15 მუხლი არის მოცემული, ზოგიერთ ავტორთან 16 მუხლი არის მოცემული. ყველაზე მეტი რუისუბნისის ძეგლისტების მუხლები არის 19. და ყველაზე დიდი მკვლევარი სამეცნიერო კუთხით შეიძლება ითქვას, ვინც დაუთმო პერსონალურად მონოგრაფია ამ კრებას არის აცგანსვენებული ენრიკო გაბიძაშვილი და შემდეგ სხვა მკვლევარებიც ეხებიან, რა თქმა უნდა, ბატონ ლევას მაგალითად 50 გვერდი აქვს თავის წიგნში რუისუბნისის კრებასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებებისათვის. და შეჯამების კუთხით ვთხოვთ გელათის სასულიერო აკადემიის რექტორს დეკანოს ირაკლის, რომ რამდენიმე სიტყვით შეაფასოს ჩვენი დღევანდელი ღონისძიება. დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებებისათვის. ჩვენ როგორც გელათის სასულიერო აკადემია, ისე გელათის მეცნიერებათა აკადემია, ესე რომ ვთქვათ, ვალდებულიც ვარ და მოვალე ვარ წმინდა მეფის წინაშე, რომ წარმოვაჩინოთ მისი ღვაწლი არა საიუბილეო თარიღებზე, არამედ ყოველდღიურად შეიძლება ესე ითქვას, რამე თუ ვატარებთ იმ აკადემიის სახელს, რომელიც მან დააარსა გელათის მონასტერში და მე ამის კიდევ უფრო მყარ საფუძველს ამას გაბედულად თქმისას მაძლევს რამდენჯერმე მithქვავს და კიდევ განმეორდები პატრიარქის ბრძანება, სადაც წერია, რომ აღდგეს გელათის სასულიერო აკადემია. ეს საოცარი სიტყვა წერია ხაზგასმით ესე და ეს გვაძლევს ჩვენ იმის თავად თქვის საფუძველს, რომ ჩვენ ვატარებთ და ვართ მემკვიდრე თუ რა დონეზე ვარ და როგორ არის ეს სხვა საკითხია, მაგრამ ღვთის მადლით ვცდილობთ, რომ გავამართლოთ ის დებულება, ესე რომ ვთქვათ, რომელიც წმინდა მეფემ დაუდო, რომ იყოს თავისი სულიერებით მეორე იერუსალიმი და თავისი სამეცნიერო მიღწევებით და სამეცნიერო დონით მეორე ათენი. რა იყო მაინც ეს კითხვა რომ დავსვათ, ძალა რაში იყო? ძალა დავით აღმაშენებლისა. ეს იყო მის სიღრმისეულ და მის ღვად მორწმუნეობაში. ის იყო მისი ძალა იმაში, რომ ის იყო განსაკუთრებულად პატივმცემელი იერარქიისა. ეს იყო ერთობა საოცარი ეკლესიისა და სახელმწიფოს. მან შექმნა მოდელი, ეს ყველაზე ესეთი რაშიც გამოიხატა მისი ძლიერება და მან აღასრულა ისახარებისეული მოწოდება, ვისაც უნდა პირველ ყოფა იყოს ყველაზე მსახური. ის იყო მსახური ერისა, ის იყო მსახური ეკლესიისა, ხშირად აი რუისუბნის ძეგლის წერაზე იყო საუბარი და ხშირად ერთში გავრცელებული არის ესეთი ის, რომ აი დავით აღმაშენებელმა მოიწვია კრება და იქ დლები განდევნა და დავით აღმაშენებელი იყო როგორც ითქვა მონა, მან როგორც დიდი იმპერატორები წმინდა კონსტანტინე და სხვები იწვევდნენ კრებას, მაგრამ თვითონ არ ერეოდნენ ეკლესიის მსახურს, თვითონ უზრუნველყოფდნენ აი ამ კრების მოწვევას, სწორედ ესე იქცეოდა დავითიც და ამას წინათ ამოვიკითხე ესეთი ამერიკული ერთ-ერთი ციფრული მედიის კვლევა. და დავით აღმაშენებელი დასახელებულია ყველაზე დიდ სტრატეგად, ყველაზე დიდ მხედართმთავრად, ყველაზე დიდ ბერძოლად. ეს საოცარი მათი მიერ აღიარება, ესე რომ ვთქვათ. და აი სამხედრო მთავარსარდლების ისტორიაში ესეთი რამწამი ამომიკითხავს, რომ არის ორი პრინციპი. ერთი მხედართმთავარი ამბობს წინ და მეორე მომყევით. აი დავითის და ჩვენი წმინდა მეფეები და დიდი მეფეების ყოველთვის თვითონ მიდიოდნენ პირველი ამ ბრძოლაში უფრო იყო მომყევი და ეს დასაფასებელი და ძალიან მნიშვნელოვანი არის. შეგვეციოს წმინდა მეფის ლოცვა და მაგალითი ერთხელ უწმინდესმა ბრძანა, რომ ჩვენ დავით აღმაშენებელი ვყავდა და დავით აღმაშენებელს ველოდებით. და ღვთის მადლით ეს ნიშნავს იმას, რომ ისეთ სახელმწიფოს ველოდებით, ისეთი სურვილი გვაქვს, როგორც დავით აღმაშენებელმა შექმნა. და ჩვენმა ისტორიამ მას სწორედ სახელიც აღმაშენებელი უწოდა და იმ ხანას, რომელიც დავითმა შექმნა, ოქროს ხანა და ღვთის მადლით მოსული იყოს საქართველოს ოქროს ხანას თანამედროვეობაში. მოგესალმებით მადლობა. შეიძლება ალბათ საკუთარი ლექსით განადიდოს წმინდა მეფე. ვისო მინდა? ბაიას უნდა თავისი ლექსის წაკითხვა. ისეთი აი ყველას მოგეთხოვე. ისეთი განწყობა ეს დღეები გალობდა. ასეთი ამაზი დღეები ბევრი იქნება
ჩვენს ეპარქიაში და მიხარია რომ ეს სასწაულია ერთობა ერთმანეთის სიყვარული იქნება ყველაფერს საუკეთესო საფუძველი. უბრალოდ გამიშვა განწყობა სულ გონია ლექციაზე შემდგარ მალე ჭირავს ხელში და მივხვდი და რამოდენ მიხდა. ეს ძველი ლექსია ერთი პატარა და მინდა რაღაცაა ჩემი განწყობა გამოვხატო. ჭიაფრა შეღებილი მუზარაც ვიხურა საუბრად ვიმდივარ. მძინარე რა გინდა მუზავ რა მძინარე რა ისათრიმდივარ ვიყივლებ ფრთას გაშლის ალგეცე არწივის გაზრდილი მართვენი უსაქმო თუნდ ძილით ახსევდეს გორდას არ დაჟანავს ქართველი ზინავსო და ერთუც დაჭამსო ნეტავი ასე ვის გონია სრულებით არაფერს ვაჭარბებ მაფხისლებს სხალთა და გონიო არ მაკრთობს ტრის ჩუმი კილიკი ზვარაკად თუ ისო გინდივარ მე ვიცი დავითის ვილიკი მუზარას ვიღებ და მივდივარ მადლობას მოგესალმებით ძალიან ბევრი შეხვედრა ერთ კონფერენციაზე დავითის პას მაგრამ ცილები